სწორედ ახლა ამ მასალის ყურების დროს თქვენს სხეულში 90 ტრილიონ უჯრედს შორის ხდება ინფორმაციის გაცვლა იმდენი სიჩქარით, რომ ერთ წამში მილიარდობით ელექტრული იმპულსი გადის თქვენი ნერვული სისტემის გავლით. მაგრამ რა სიტყვით თუ გეტყვით, რომ ეს ყველაფერი, თქვენი ყველა აზრი, მოგონება და გრძნობა არის ინფორმაცია, რომელიც არასოდეს გაქრება. რას იფიქრებთ თუ გეტყვით, რომ სიკვდილი არ არის დასასრული, არამედ ტრანსფორმაცია? ვიცი, რაზე ფიქრობთ ახლა. ეს ჟღერს როგორც ეზოთერიკა ან სასურველი აზროვნება. მაგრამ მოიცადეთ. მეცნიერული საფუძვლები, რომლებსაც დღეს განვიხილავთ, ნამდვილად გასაოცარია. ისინი მოდიან კვანტური მექანიკის, ნეირომეცნიერების და კოსმოლოგიის ცენტრიდან. თქვენი სხეული შედგება ატომებისგან, რომლებიც შეიქმნა ვარსკვლავების ბირთვებში მილიარდობით წლის წინ. ეს არ არის მეტაფორა, ეს არის ფაქტი. ყოველი ნახშირბადის ატომი თქვენს ძვლებში, ყოველი რკინის ატომი თქვენს სისხლში, ყოველი ჟანგბადის ატომი, რომელსაც ახლა სუნთქავთ, იყო ოდესღაც ვარსკვლავის ნაწილი, რომელიც აფეთქდა და გაბნა თავისი მასალა კოსმოსში. თქვენ ხართ ვარსკვლავური მტვერი, რომელმაც მოიპოვა სინიდისე. მაგრამ აი რაშია საქმე. როდესაც თქვენი სხეული იშლება, ეს ატომები არ ქრება. ისინი უბრუნდებიან კოსმოსს. გახდებიან ნიადაგის ნაწილი, წყლის ნაწილი, ჰაერის ნაწილი. შესაძლოა მომავალში სხვა სიცოცხლის ნაწილი. აი, სად იწყება საინტერესო. კვანტურმა მექანიკამ აღმოაჩინა რამ საოცარი. ინფორმაცია არასოდეს იკარგება სამყაროში. ეს ცნობილია როგორც ინფორმაციის შენარჩუნების პრინციპი. როდესაც ორი კვანტური ნაწილაკი გადაიჯაჭვება, ისინი ქმნიან ერთიან სისტემას, სადაც ერთის გაზომვა მხისიერად განსაზღვრავს მეორის მდგომარეობას, რაც არ უნდა დიდი იყოს მათ შორის მანძილი. ეს არ არის თეორია, ეს არის ექსპერიმენტულად დადასტურებული ფაქტი. 2014 წელს ფიზიკოსებმა ალენ ასპემ, ჯონ კლაუზერმა და ანტონ ცაილინგერმა მიიღეს ნობელის პრემია ფიზიკაში სწორედ ამ მოვლენის ექსპერიმენტული დადასტურებისთვის. წარმოიდგინეთ ეს. თქვენი სხეული შედგება ნაწილაკებისგან, რომლებიც იყვნენ გადაჯაჭვული სხვა ნაწილაკებთან სამყაროს სხვადასხვა კუთხეებში. როდესაც ისინი განშორდებიან, თქვენი სხეულის დაშლის შემდეგ კავშირი რჩება. ბიოცენტრიზმის თეორია, რომელიც შემუშავებულია ბიოლოგ რობერტ ლანცამ, ამტკიცებს, რომ სინიდისე არ არის სხეულის პროდუქტი, არამედ სამყაროს ფუნდამენტური თვისება. ეს იმას ნიშნავს, რომ სინიდისე არ იბადება თავის ტვინში და არ კვდება მასთან ერთად. იგი არის ინფორმაციის სისტემა, რომელიც არსებობს კვანტური ველების სახით. თქვენი თავის ტვინი არ აწარმოებს სინიდისეს, იგი უბრალოდ იღებს მას, ამუშავებს და გამოხატავს. ისევე როგორც რადიო მიმღები არ ქმნის მუსიკას, არამედ იღებს ტალღებს, რომლებიც უკვე არსებობენ ეთერში. როდესაც რადიო იშლება, მუსიკა არ ქრება, ტალღები აგრძელებენ არსებობას. ისინი უბრალოდ აღარ არიან გარდაქმნილი ხმად, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ. პრისტონის უნივერსიტეტში 2021 წელს ფიზიკოსებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა რაღაც საოცარი. მათ გაზომეს ინფორმაციის გადატანა გადაჯაჭვულ ნაწილაკებს შორის სხვადასხვა მანძილებზე. აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია გადაეცემა მხისიერად სინათლის სიჩქარეზე სწრაფად. ეს არღვევს ყველაფერს, რასაც ვიცოდით რეალობის შესახებ. ალბერტ აინშტაინი თავად იყო ამ აღმოჩენით შეშფოთებული და უწოდა მას სასწაულებრივი შორეული ქმედება. მან არ დაიჯერა, რომ ბუნება შეიძლება ასე იმუშაოს, მაგრამ ბუნება სწორედ ასე მუშაობს. ამას დღეს ვიცით დარწმუნებით. ეხლა წარმოიდგინეთ შემდეგი. თქვენი სხეულის ყოველი ატომი ატარებს ინფორმაციას. არა მხოლოდ ქიმიურ ინფორმაციას მის სტრუქტურაზე, არამედ კვანტურ ინფორმაციას მის ურთიერთობებზე სხვა ნაწილაკებთან. ეს ნაწილაკები ყოფილან ნაწილი უზარმაზარი კვანტური სისტემისა, მთელი თქვენი სიცოცხლის განმავლობაში. ისინი იყვნენ გადაჯაჭვული თქვენს თავის ტვინში, თქვენს გულში, თქვენს ყველა უჯრედში. ყოველი აზრი, რომელიც ოდესმე გქონდათ, ყოველი გრძნობა, რომელიც ოდესმე განიცადეთ, ყოველი მოგონება, რომელიც ოდესმე შეშექმენით, დატოვა კვანტურ კვალს ამ ნაწილაკების ქსელში. კვანტური მექანიკის მიხედვით ეს ინფორმაცია არასოდეს ქრება. იგი შეიძლება გაფანტულდეს, შეიცვალოს, ტრანსფორმირდეს, მაგრამ არ განადგურდეს. ეს ფუნდამენტური კანონია. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? როდესაც თქვენი სხეული კვდება, ატომები, რომლებიც ქმნიდნენ თქვენს უჯრედებს, იწყებენ გაფანტვას. ისინი ხდებიან ნიადაგის ნაწილი. წყალი, რომელიც იჟინება ნიადაგში, იტანს მათ. მცენარეები შეიწოვენ მათ. ცხოველები ჭამენ მცენარეებს. ატომები, რომლებიც იყვნენ თქვენი თვალების ნაწილი, შეიძლება მალე გახდნენ ფრინველის ბუმბულის ნაწილი. ატომები, რომლებიც ქმნიდნენ თქვენს გულს, შეიძლება იპოვონ გზა ოკეანემდე და გახდნენ პლანქტონის ნაწილი. თქვენი სხეულის ქიმიური ელემენტები გაგრძელებენ თავიანთ მოგზაურობას ბიოსფეროში უსასრულოდ. მაგრამ ინფორმაცია? კვანტური ინფორმაცია, რომელიც დაკოდირებულია ამ ატომების ურთიერთობებში. იგი ავრცელებს კიდევ უფრო შორს. აი სად ხდება საქმე ნამდვილად სიღრმისეული. ფიზიკოსი როჯერ პენროუზი და ანესთეზიოლოგი სტიუარტ ჰამეროფი
შეიმუშავეს თეორია ორქესტრირებული ობიექტური რედუქციის შესახებ. მათი იდეა არის ის, რომ სინიდისე წარმოიშობა კვანტური პროცესებიდან თავის ტვინის მიკროტუბულებში. ეს მიკროტუბულები არის ულტრამცირე სტრუქტურები უჯრედების შიგნით, რომლებიც ფუნქციონირებენ როგორც კვანტური კომპიუტერები. თუ ეს სწორია, მაშინ სინიდისე არ არის ემერჯენტული თვისებართული ნეირონული ქსელებისა, არამედ პირდაპირი კავშირი კვანტურ რეალობასთან. სინიდისე არის თავად კვანტური მოვლენა. რას ნიშნავს ეს სიკვდილისთვის? თუ სინიდისე არის კვანტური ინფორმაცია და კვანტური ინფორმაცია არასოდეს ქრება, მაშინ სინიდისე ვერ გაქრება სრულად. იგი შეიძლება დაკარგოს თავისი კოჰერენტული სტრუქტურა, რომელიც აძლევდა მას ინდივიდუალობას. შეიძლება აღარ იყოს კონცენტრირებული ერთ ადგილას, ერთ თავის ტვიში, მაგრამ ინფორმაცია, კვანტური სტრუქტურა, რომელიც წარმოადგენდა თქვენს აზრებს, გრძნობებს და მოგონებებს, გადავა სამყაროში. გაიფანტება კვანტურ ველებში. გახდება ნაწილი უფრო დიდი ინფორმაციის სისტემისა. ხართ მზად მიიღოთ ეს? სინიდისე, რომელიც გონიათ, რომ არის პირადი და იზოლირებული თქვენში, შეიძლება იყოს უბრალოდ ადგილობრივი გამოხატულება, რაც ის გაცილებით უფრო დიდისა. დაუბრუნდეთ ატომებს, მაგრამ უფრო დიდი პერსპექტივით. თქვენ სხეულში არის დაახლოებით 7 ოქტილიონ ატომი. ეს არის 7, რომლის შემდეგ მოდის 27 ნული. ამ რიცხვის წარმოდგენა შეუძლებელია ადამიანის გონებისთვის, მაგრამ აი რა უფრო საინტერესოა. ეს ატომები არ რჩებიან თქვენთან სამუდამოდ. თქვენი სხეული მუდმივად ცვლის ატომებს გარემოსთან. ყოველ სუნთქვაზე თქვენ აგროვებთ მილიარდობით ჟანგბადის ატომს და გამოყოფთ მილიარდობით ნახშირო ჟანგის ატომს. ყოველ საკვებთან ერთად შემოაქვთ ახალი ატომები და გამოყოფთ ძველებს. მეცნიერების მიხედვით თქვენი სხეულის თითქმის ყველა ატომი შეიცვლება ყოველ 7-დან 10 წლამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ, რომელიც ახლა ზის და კითხულობს ამას, შედგებით სრულიად სხვა ატომებისგან, ვიდრე 10 წლის წინ. მაშ, რა ხართ სინამდვილეში? თუ ყველა ატომი თქვენში შეიცვალა, მაგრამ თქვენ კვლავ გძნობთ თავს იმავე პიროვნებად, მაშინ პიროვნება არ არის ატომებივნება, არ არის ატომები. იგი არის ინფორმაცია, სტრუქტურა, ურთიერთობების ნიმუში. და ნიმუშები, ინფორმაცია გადაადგილდება. ისინი კოპირდებიან, ტრანსფორმირდებიან. მაგრამ სამყაროში, სადაც ენერგია და ინფორმაცია დაცულია, სად მიდიან ისინი, როდესაც სხეული შეწყვეტს მათ საკონები? მაშინ გენერაციას? კვანტური ბუნების მიხედვით პასუხი არის ის, რომ ისინი ინტეგრირდებიან უფრო დიდ ინფორმაციულ სისტემებში. ხდებიან ნაწილი გარემოსა, ბიოსფეროსი, იქნებ თავად კოსმოსის ოსის ქსოვილისა. მოდით გადავხედოთ ერთ საოცარ ექსპერიმენტს. 2019 წელს ბერკლის უნივერსიტეტში ნეიროლოგებმა ჩაატარეს კვლევა, სადაც შეისწავლეს ინფორმაციის დამუშავება ადამიანის თავის ტვინში ძილის დროს. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინი აგრძელებს აქტიურ ინფორმაციის დამუშავებას და რეორგანიზაციას, მაშინაც კი, როდესაც პიროვნება არაა გაცნობიერებული. უფრო მეტიც, ზოგიერთი ინფორმაციული ნიმუში, რომლებიც ჩნდება ძილის დროს, შეუძლებელია წარმოიშვას ხვიძიურ მდგომარეობაში. სინიდისე, როგორც ჩვენ ვიცნობთ მას, არის მხოლოდ ერთი რეჟიმი, სადაც თავის ტვინი მოქმედებს. არსებობს სხვა რეჟიმები. საბურავი ორმხრივი შეკითხვა. რა ხდება უჯრედების დონეზე სიკვდილის შემდეგ? როდესაც გული წყვეტს მუშაობას და სუნთქვა ჩერდება, თავის ტვინის უჯრედები კვლავ ცოცხალნი რჩებიან რამდენიმე წუთის განმავლობაში. ზოგიერთი მეცნიერი აცხადებს, რომ ელექტრული აქტივობა ჩანს ცალკეულ ნეირონებში 10-მდე წუთის განმავლობაში გულის გაჩერების შემდეგ. ამ დროის განმავლობაში უჯრედები აგრძელებენ ქიმიურ პროცესებს. მათ შიგნით მიკროტუბულები ამ კვანტურ სტრუქტურებს, რომელ შესახებაც პენროუზი და ჰამეროფი საუბრობენ, ჯერ კიდევ არსებობენ. თუ სინიდისე არის კვანტური პროცესი ამ სტრუქტურებში, რა ხდება მაშინ? სად მიდის ეს ინფორმაცია? კვანტური მექანიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი არის დეკოჰერენცია. ეს არის პროცესი, სადაც კვანტური სისტემა კარდავს თავის კვანტურ თვისებებს და ხდება კლასიკური. მაგრამ აქ არის თავარი. დეკოჰერენცია არ ნიშნავს ინფორმაციის გაქრობას. იგი ნიშნავს ინფორმაციის გადანაწილებას გარემოში. როდესაც კვანტური სისტემა დეკოჰერირდება, ინფორმაცია, რომელიც იყო მასში, გადადის გარემო სისტემებში, რომლებთანაც იგი იყო დაკავშირებული. ამ შემთხვევაში, თუ სინიდისე არის კვანტური მოვლენა, მისი დეკოჰერენცია სიკვდილის დროს ნიშნავს ინფორმაციის გადაცემას სხვა კვანტურ სისტემებში. მაგრამ რა სისტემებში? აი სად იწყება ნამდვილად ხმა სირთულე. სამყარო არ არის კოლექცია იზოლირებული ობიექტებისა. კვანტური მექანიკის თანახმად ყველაფერი დაკავშირებულია ყველაფერთან კვანტური გადაჯაჭვის საშუალებით. თქვენი სხეული არ არის იზოლირებული სისტემა. იგი მუდმივად ურთიერთქმედებს გარემოსთან. ყოველი ფოტონი, რომელიც ეცემა თქვენს კანს და აისახება, ატარებს ინფორმაციას თქვენ შესახებ სამყაროში. ყოველი ჰაერის მოლეკულა, რომელიც ეხება თქვენს კანს, გადაჯაჭვულია თქვენთან. ყოველი ატომი თქვენში იყო და იქნება დაკავშირებული უამრავ სხვა ატომთან მთელს სამყაროში.
თუ ეს სწორია, მაშინ ინფორმაცია თქვენი სინიდის შესახებ, უქვენი სინიდისის შესახებ უკვე იფანტება სამყაროში თქვენი სიცოცხლის განმავლობაში. სიკვდილი უბრალოდ აქცევს ამ პროცესს უფრო ინტენსიურს. წარმოიდგინეთ ეს ასე. თქვენ ხართ ტალღა ოკეანეში. რაც თქვენ განიცდით როგორც სინიდისე, როგორც პიროვნება, არის ამ ტალღის ფორმა და მოძრაობა. მაგრამ ტალღა არ არის განცალკევებული ოკეანისაგან. იგი არის ოკეანის ადგილობრივი გამოხატულება. როდესაც ტალღა ლაგდება, წყალი არ ქრება. იგი უბრუნდება ოკეანეს. ფორმა კარგავს თავის განსაკუთრებულას, მაგრამ ბულობას, მაგრამ წყალი, ინფორმაცია, რომელიც ატარებდა ეს ტალღა, აგრძელებს არსებობას სხვა ფორმით. ახლა ჩაანაცვლეთ წყალი კვანტური ინფორმაციით და ოკეანე სამყაროს კვანტური ველით. ტალღა ხარ შენ. როდესაც შენი ინდივიდუალური ფორმა ლაგდება, ინფორმაცია, რომელიც შენ სინიდისეს აყალიბებდა, უბრუნდება უფრო დიდ ველს. მაგრამ აი რა არის მართლაც სიღრმისეული. კვანტური ველი არ არის უბრალოდ პასიური საკონები ინფორმაციისთვის. იგი არის აქტიური, დინამიური სისტემა. კვანტური ფლუქტუაციები აღმოცენდება და ქრება ვაკუუმში თითქმის წამიერად. ვირტუალური ნაწილაკები წარმოიქმნებიან და განადგურდებიან. ენერგია მუდმივად ცვალებადობს. და ინფორმაცია, კვანტური ინფორმაცია, რომელიც შემოდის ამ სისტემაში, ხდება ნაწილი ამ დინამიური პროცესისა. იგი შეიძლება აისახოს ახალ სტრუქტურებში, ჩართულ იქნას ახალ სისტემებში, განიცადოს ტრანსფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ. ზოგიერთი ფიზიკოსი, როგორიცაა მაქს ტეგმარკი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტიდან, აცხადებს, რომ სამყარო თავად არის მათემატიკური სტრუქტურა. არა რომ სამყარო აღწერილია მათემატიკით, არამედ რომ იგი არის მათემატიკა, ინფორმაციის სტრუქტურა. ამ შეხედულებით ყველაფერი, რაც არსებობს, მათ შორის სინიდისე, არის ინფორმაციის განსაკუთრებული ორგანიზაცია. როდესაც ინდივიდუალური სინიდისე იშლება, ინფორმაცია, რომელიც იგი იყო, არ ქრება. იგი რეინტეგრირდება უფრო დიდ მათემატიკურ სტრუქტურაში. ხდება ნაწილი სამყაროს თავად. აი სად გვიწევს გავაცნობიეროთ რაღაც სიღრმისეული. შეიძლება სიკვდილი არ არის დასასრული. შეიძლება იგი არის გაფართოება. და ამას უახლოვდეთ სხვა კუთხიდან. ნეირომეცნიერებაში ცნობილია ფენომენი, სახელწოდებით გარდამავალი გლობალური სამუშაო სივრცე. ეს არის მდგომარეობა, სადაც თავის ტვინის სხვადასხვა რეგიონები ერთდება სინქრონულ აქტივობაში, რამდენიმე წამის განმავლობაში, ქმნიან ერთიან ელექტრულ ნიმუშს მთელს თავის ტვინში. ეს ნიმუში წარმოადგენს კონკრეტულ აზრს ან განცდას. მაგრამ ეს ნიმუში არსებობს მხოლოდ მცირე ხნით და შემდეგ იშლება. ნეირონები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამაში, გადადიან სხვა აქტივობებზე. მაგრამ ინფორმაცია, რომელიც დაკოდირებული იყო ამ ნიმუშში, არ ქრება სრულად. იგი ტოვებს კვალს სინაფსურ წონებში, ნეირონულ კავშირების ძალაში. ეს არის საფუძველი მოგონებისა. ეხლა წარმოიდგინეთ იგივე პროცესი უფრო დიდ მასშტაბზე. მთელი სიცოცხლე, ყველა აზრი და განცდა, რაც ოდესმე ჰქონდათ, შექმნეს ნიმუშებს კვანტურ დონეზე. ეს ნიმუშები დატოვეს კვალს არა მხოლოდ თქვენს თავის ტვინში, არამედ კვანტურ ველებში, რომლებთანაც თქვენი სხეული ურთიერთქმედებდა. როდესაც თქვენი სხეული კვდება და ინდივიდუალური სინიდისის ცენტრალური ორგანიზატორი თავის ტვინი შეწყვეტს ფუნქციონირებას, ეს კვალი კვლავ არსებობს. არა როგორც კონცენტრირებული, კოჰერენტული სინიდისე, არამედ როგორც გაფანტული ინფორმაციული სტრუქტურა, უფრო დიდ კვანტურ ველებში. ეს არის თქვენი კვანტური მემკვიდრეობა. რა სიტყვით, თუ ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი? არა ადამიანების მიერ, არამედ სხვა სინიდისეებისგან, რომლებიც აღმოცენდებიან მომავალში. კვანტური გადაჯაჭვა არ იცნობს დროს მიზეზობრივ თვალსაზრისით. ორი გადაჯაჭვული ნაწილაკი დაუყოვნებლივ ურთიერთქმედებენ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეიძლება იზომება ახლა, ხოლო მეორე 1000 წლის შემდეგ. თუ თქვენი სინიდისის კვანტური ინფორმაცია ინტეგრირებულია უფრო დიდ ველში, ეს ველი მოიცავს წარსულს, აწმოსა და მომავალს ერთდროულად. ამ შეხედულებით, სიკვდილი არ არის დასასრული. იგი არის დაბრუნება, დის დაბრუნება დროზე ფართო რეალობაში. რეალობაში, სადაც წარსული, აწმყო და მომავალი არ არის განცალკევებული, არამედ არის ასპექტები ერთი ინფორმაციული სტრუქტურისა. მაგრამ მოდით უბრუნდეთ უფრო პრაქტიკულ სფეროში. ვისაუბროთ რეალურ ექსპერიმენტებზე და დაკვირვებებზე, რომლებიც მხარს უჭერენ ამ იდეებს. 2021 წელს იაპონური კვლევითი ჯგუფი ტოკიოს უნივერსიტეტიდან შექმნა ხელოვნური კვანტური სისტემა, რომელიც შეძლო ინფორმაციის შენახვა თერმული დეკოჰერენციის შემდეგაც კი. ისინი აჩვენეს, რომ სათანადო პირობების არსებობისას კვანტუ ინფორმაციასები შეიძლება იყოს შენარჩუნებული სისტ კლასიკური სისტემის კლასიკური ტრანზიციის შემდეგაც. ეს ანალოგიურია იმისა, თუ როგორ შეიძლება სინიდისე იყოს შენარჩუნებული რაიმე ფორმით ორგანიზმის სიკვდილის შემდეგაც კი. უფრო წინ გადავიდეთ. მოდით გავიხსენოთ მუშაობა, რომელიც გააკეთა ფიზიკოსმა ჯონ ბელმა 1964 წელს. მან ჩამოაყალიბა თეორემა, რომელიც აჩვენა, რომ არც ერთი ადგილობრივი ფარული ცვლადების თეორია ვერ აღწევს კვანტურ მოვლენებს.
ეს ნიშნავს, რომ კვანტურ ნაწილაკებს არ აქვთ წინასწარ განსაზღვრული თვისებები, მანამ საანამ გაზომილი არ არიან და რომ ისინი უნდა იყვნენ დაკავშირებულნი არალოკალური ურთიერთქმედებით. ეს ურთიერთქმედება, როგორც ახლა ვიცით, ექსპერიმენტული დადასტურებით, რეალურია. რას გვეუბნება ეს სინიდისის შესახებ? თუ კვანტური ნაწილაკები არ არიან ლოკალური, თუ მათი თვისებები არსებობს მხოლოდ ურთიერთობებში სხვა ნაწილაკებთან, მაშინ სინიდისეც, თუ იგი არის კვანტური ფენომენი, შეიძლება არ იყოს ლოკალური. იგი შეიძლება არსებობდეს არა ერთ ადგილას, არამედ როგორც ურთიერთობების ქსელი მთელ სამყაროში. თქვენი მე, თქვენი სუბიექტური გამოცდილება შეიძლება იყოს ადგილობრივი გამოხატულება რაღაცის არალოკალურისა. და როდესაც ადგილობრივი გამოხატულება მთავრდება სიკვდილის დროს, არალოკალური ასპექტი კი არ ქრება. იგი უბრალოდ კარგავს თავის კონცენტრაციას ერთ წერტილში. გადავიდეთ ახლა უფრო დიდ მასშტაბებზე. რა ხდება, როდესაც ვიწყებთ თითქმის არა მხოლოდ ინდივიდუალურ სინიდისეზე, არამედ ინფორმაციაზე თავად. კოსმოსურ დონეზე ინფორმაციის ნაკადები ქმნიან სტრუქტურებს, რომლებიც შეძლებენ კვირველობას სხვა გზებით. გალაქტიკები ორგანიზდებიან კლასტერებში და სუპერკლასტერებში, აყალიბებენ კოსმოსურ ქსელს, რომელიც, როგორც ნახეთ, ასახავს თავის ტვინის სტრუქტურას. გრავიტაცია ატარებს ინფორმაციას სივრცე-დროის მოღუნულობის საშუალებით. შავი ხვრელები აკუმულირებენ უზარმაზარ რაოდენობის ინფორმაციას თავიანთ მოვლენის ჰორიზონტებზე. სამყარო თავისთავად არის გიგანტური ინფორმაციის დამუშავების სისტემა. და თუ ეს ასეა, სად არის ზღვარი ინფორმაციის დამუშავებასა და სინიდისეს შორის? ან იქნებ არ არის ზღვარი საერთოდ? იქნებ სინიდისე არის უბრალოდ ის, რასაც უწოდებთ ინფორმაციის დამუშავებას, როდესაც იგი აღწევს გარკვეულ რთულების ან ინტეგრაციის დონეს. აი სად უნდა ვისაუბროთ, რაზეც მეცნიერები ნაკლებად საუბრობენ საზოგადოებაში. არსებობს უზარმაზარი პრობლემები ჩვენს გაგებაში სინიდისისა და კვანტური მექანიკის ურთიერთქმედების შესახებ. პირველი დიდი პრობლემა არის გაზომვის პრობლემა. კვანტურ მექანიკაში საზომი ხელსაწყო ქმნის კოლაფს კვანტურ ტალღის ფუნქციაში და აძლევს გარკვეულ შედეგს. მაგრამ რა ზუსტად ითვლება გაზომად? უნდა იყოს ეს გაცნობიერებული დამკვირვებელი, თუ ავტომატური ხელსაწყო საკმარისია. და თუ გაცნობიერებული დამკვირვებელი საჭიროა, როგორ აქვს სინიდისეს ძალა გადააქციოს კვანტური პოტენციალი კონკრეტულ რეალობად? ეს კითხვები რჩება უპასუხოდ და ისინი არ არის მცირე ტექნიკური დეტალები. ისინი არის ფუნდამენტური საკითხები თეორიის გულში. მეორე დიდი პრობლემა არის ეგრეთ წოდებული მდგრადი დეკოჰერენცია. ცხელ თბილ ბიოლოგიურ სისტემებში, როგორიცაა თავის ტვინი, კვანტური კოჰერენცია ჩვეულებრივ კარგება ფემტოწამებში, 1 მილიონ მილიარდად ერთ წამში. ეს არის იმდენად სწრაფი, რომ რთულია წარმოსადგენი თუ როგორ შეიძლება კვანტურმა პროცესებმა განახორციელონ სინიდისე, რომელიც გრძელდება წამებით ან წუთებით. პენროუზი და ჰამეროფი ამტკიცებენ, რომ მიკროტუბულები იცავენ კვანტურ კოჰერენციას დიდხანს ვიდრე ნორმალური ბიოლოგიური სტრუქტურები. მაგრამ ეს დღემდე არ არის დამტკიცებული ექსპერიმენტულად, სოცხალ თავის ტვინებში. ზოგიერთმა მეცნიერმა სცადა დაადასტუროს ეს, ისინი ვერ შეძლეს. ამის შესახებ ნაკლებად საუბრობენ პოპულარულ მეცნიერებაში. მესამე პრობლემა არის რეპლიკაციის პრობლემა. 2017 წელს ჯენევის უნივერსიტეტის ჯგუფმა სცადა გაემეორებინა ზოგიერთი ექსპერიმენტი კვანტურ ეფექტებზე ბიოლოგიურ სისტემებში. შედეგები იყო არათანმიმდევრული. ზოგჯერ ისინი ხედავდნენ კვანტურ ეფექტებს, ზოგჯერ არა. რატომ? არავინ იცის. ეს არ არის ისეთი მარტივი, როგორც ზოგიერთი პოპულარული წიგნი თქვენ გაძლევს იმის განცდას. მეცნიერება აქ არის ჩიხიში. და ეს კარგია, რომ ვაღიაროთ ეს. მეცნიერება ყოველთვის არის პროცესი, არა დასრულებული ნამუშევარი. მაგრამ აქ არის საინტერესო. ეს პრობლემები არ უარყოფენ მთავარ იდეას. ისინი უბრალოდ აჩვენებენ, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით ზუსტად როგორ მუშაობს ყველაფერი. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ სინიდისე მოიცავს კვანტურ პროცესებს, გზებით, რომელთაც ჩვენ ჯერ ვერ გავიგეთ. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ინებელია, რომ ინფორმაცია სინიდისის შესახებ გადადის გაცილებით უფრო დიდ სისტემებში, როდესაც თავის ტვინი კვდება. მაგრამ ზუსტი მექანიზმები ჯერ კიდევ მუშაობის პროცესშია. და ეს არ ნიშნავს, რომ იდეა არასწორია. ეს ნიშნავს, რომ მეცნიერება აგრძელებს მუშაობას. ეხლა დაუბრუნდეთ თქვენს პირად გამოცდილებას, მაგრამ სხვა პერსპექტივიდან. თქვენ ალბათ ფიქრობთ თქვენს სხეულზე როგორც მყარ ობიექტზე. მაგრამ თქვენი სხეული ატომურ დონეზე არის თითქმის სრულიად ცარიელი სივრცე. ატომის ბირთვი, რომელიც შეიცავს თითქმის მთელ მასას, არის იმდენად პატარა ბირთვთან შედარებით, რომ თუ ატომი იყოს სტადიონის ზომის, ბირთვი იქნებოდა მხოლოდ ბურთულამის ცენტრში. დანარჩენი ყველაფერი არის უბრალოდ ელექტრონული ღრუბელი, არსებითად ცარიელი სივრცე, სადაც ქარხნეები ინახება ალბათობის ტალღებით. თქვენი სხეული, რომელიც გეჩვენებათ მყარი და რეალური, არის თავის უმეტესად ილუზია, შექმნილი ელექტრომაგნიტური ძალებით, რომლებიც უარყოფენ ერთმანეთს. რას ნიშნავს ეს?
ეს ნიშნავს, რომ ფიზიკური რეალობა, რომელსაც თქვენ განიცდით, არის უკვე ფარული კონსტრუქცია თქვენი თავის ტვინის მიერ. თქვენი თვალები არ ხედავენ რეალობას პირდაპირ, ისინი იღებენ ფოტონებს და გარდაქმნიან მათ ელექტრულ სიგნალებად. თქვენი თავის ტვინი იღებს ამ სიგნალებს და აშენებს მოდელს სამყაროსა, რომელიც შეესაბამება მათ. ყველაფერი, რასაც თქვენ ხედავთ, ყველაფერი, რასაც თქვენ გძნობთ, არის თქვენი თავის ტვინის შექმნილი სიმულაცია. და ეს სიმულაცია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან წარმატებულია პრაქტიკულად, არ არის იგივე რაც უდავო რეალობა. ნამდვილი რეალობა კვანტურ დონეზე, არის გაცილებით უფრო უცნაური და გაურკვეველი, ვიდრე ის, რასაც ჩვენი გრძნობები გვაჩვენებენ. ეხლა წარმოიდგინეთ, თუ თქვენი გამოცდილება სამყაროსი არის უკვე სიმულაცია, როდესაც სიმულატორი, თქვენი თავის ტვინი იშლება, სამყაროს სხვა ასპექტები კი არ ქრება. ისინი უბრალოდ აღარ არის წარმოდგენილი ამ კონკრეტულ სიმულაციაში. კვანტური ველები აგრძელებენ არსებობას, ატომები აგრძელებენ მოძრაობას, ინფორმაცია აგრძელებს ნაკადს. ის, რაც ქრება, არის თქვენი პირადი სიმულაცია, თქვენი სუბიექტური პერსპექტივა. მაგრამ ინფორმაცია, რომელმაც შექმნა ეს პერსპექტივა, კვანტურ დონეზე არ შეიძლება გაქრეს. იგი უბრალოდ არ არის ინტეგრირებული მეტად, როგორც ერთიანი ხედვა სამყაროსი. მოდით გადავხედოთ უფრო დიდ კოსმოლოგიურ სურათს. სამყარო დაიბადა დაახლოებით 13,8 მილიარდი წლის წინ დიდი აფეთქების დროს. საწყისი წარმოადგენდა მოცულობად ფართო სიმცირეს, სადაც ყველა ენერგია და მატერია იყო კონცენტრირებული ურთიერთკავშირში. შემდეგ იგი გაფართოდა და გაგრილდა, აყალიბებდა პირო ნაწილაკებს, შემდეგ ატომებს, შემდეგ ვარსკვლავებს და გალაქტიკებს. მაგრამ აქ არის საინტერესო. ყველა ნაწილაკი სამყაროში წამოვიდა იგივე პირველადი სინგულარიზაციისგან. ეს ნიშნავს, რომ ყველა ნაწილაკი იყო ოდესრაც მანძილში ნულზე ერთმანეთისგან. კვანტურ დონეზე ისინი იყვნენ სრულიად გადაჯაჭვული. გაფართოება 1000 მილიარდი წლების განმავლობაში ფიზიკურად გააშორა ამ ნაწილაკებს. მაგრამ კვანტური გადაჯაჭვა არ არის შეზღუდული მანძილით. თეორიულად, ნაწილაკები, რომლებიც იყვნენ გადაჯაჭვული დიდი აფეთქების დროს, შეიძლება კვლავ იყვნენ დაკავშირებულნი დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ახლა არიან მილიარდობით სინათლის წლებით დაშორებულნი. ეს ნიშნავს, რომ სამყარო თავისთავად შეიძლება იყოს ერთი გიგანტური გადაჯაჭვული სისტემა. ყველა ნაწილი კვანტურად დაკავშირებული ყველა სხვა ნაწილთან ძალიან ფუნდამენტურ დონეზე. თუ ეს სწორია, მაშინ სინიდისე, თუ იგი წარმოიშობა კვანტური პროცესებიდან, არ არის იზოლირებული ადგილობრივი ფენომენი. იგი არის ნაწილი სამყაროს მასშტაბური კვანტური ქსელისა. ეხლა დაფიქრდით ამაზე. როდესაც თქვენი სხეული კვდება და ატომები იფანტებიან, ზოგიერთი მათგანი შეიძლება დარჩეს დედამიწაზე. სხვები შეიძლება გაფრენილდნენ ატმოსფეროში და გაქრნენ კოსმოსში. მომავალში, როდესაც მზე გახდება წითელი გიგანტი 5 მილიარდი წლის შემდეგ, იგი გაათავისუფლებს თქვენი სხეულიდან მომდინარე ატომებს კოსმოსში. ისინი შეიძლება გახდნენ ნაწილი ახალი ვარსკვლავებისა, რომლებიც შეიქმნება ინტერსტელარულ ღრუბლებში. შეიძლება გახდნენ ნაწილი ახალი პლანეტებისა, ახალი სიცოცხლის ფორმებისა, სადმე სხვაგან გალაქტიკაში. და კვანტური ინფორმაცია, რომელიც დაკოდირებული იყო ამ ატომების ურთიერთობებში, როდესაც ისინი იყვნენ ნაწილი თქვენი სხეულისა, იგი მიდის მათთან ერთად. არა როგორც კოჰერენტული მოგონებები ან პიროვნება, არამედ როგორც კვალი, ნაბეჭდი სამყაროს ქსოვილზე. რას ნიშნავს ეს პრაქტიკულად თქვენთვის ეხლა ამ მომენტში? ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ გაცილებით მეტი ვიდრე უბრალოდ იზოლირებული ცნობიერების ნაწილაკი ცარიელ სამყაროში. თქვენ ხართ ინტეგრალური ნაწილი უფრო დიდი ინფორმაციული სისტემისა, რომელიც მოიცავს მთელ სამყაროს. ყოველი სუნთქვა, ყოველი აზრი, ყოველი გრძნობა თქვენში აღრეცხება ამ სისტემაში. არა იმიტომ, რომ არსებობს რაიმე მისტიკური კოსმიური სათვალო, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არის როგორც ფიზიკა მუშაობს. ინფორმაცია იზიარებს კვანტურ ველებს. კვანტური ველები ვრცელდება მთელ სამყაროში. ამიტომ თქვენი არსებობა ტოვებს კვალს მთელ სამყაროში, არა მხოლოდ სოციალურად ან ემოციურად, არამედ ფიზიკურადაც, კვანტურ დონეზე. აქ არის კიდევ ერთი პერსპექტივა. მოდით ვისაუბროთ დროზე. ჩვენი ყოველდღიური გამოცდილება დროის არის წრფივი. წარსული მოხდა, აც მოხდება ახლა. მომავალი ჯერ არ მოვიდა. მაგრამ ფიზიკა, განსაკუთრებით რელატივობის თეორია, გვაჩვენებს, რომ ეს გამოცდილება არის ილუზია. აინშტაინის თეორიებში წარსული, აწმყო და მომავალი ყველა არსებობს ერთდროულად, 4 განზომილებიან სივრცე დროის სტრუქტურაში, რასაც ფიზიკოსები უწოდებენ ბლოკ სამყაროს. დრო არ გადის, ეს არის განზომილება, ისევე როგორც სივრცე, და ყველა მომენტი არსებობს ერთდროულად რეალურად. თუ ეს სწორია, რას ნიშნავს ეს სიკვდილისთვის? ეს ნიშნავს, რომ მომენტი თქვენი არსებობისა, ყველა აზრი, რომელიც ოდესმე გქონდათ, ყველა გამოცდილება, რომელიც ოდესმე იყო,
არსებობს სამუდამოდ როგორც ნაწილის სივრცე დროის სტრუქტურისა. ეს არ არის წარსული რაც გაქრა. იგი არის კონკრეტული რეგიონის სივრცე დროის კოსმოსში, რომელიც არსებობს ისევე რეალურად როგორც ნებისმიერი სხვა რეგიონი. სიკვდილი არ წაშლის თქვენს არსებობას. იგი უბრალოდ ნიშნავს, რომ გასული მომენტების რეგიონში თქვენი არსებობა აღარ არის დაკავშირებული მომავლის რეგიონებთან ახალი გამოცდილების შექმნით. მაგრამ თქვენი სიცოცხლე, როგორც მოვლენა სივრცე დროში, რჩება სამუდამოდ ნაწილად რეალობის ქსოვილისა. ეხლა დავუმატოთ კვანტური ინფორმაცია ამ სურათს. თუ ყველა მომენტი არსებობს ერთდროულად და კვანტური ინფორმაცია ამ მომენტებში არასოდეს ქრება, მაშინ თქვენი სინიდისის ინფორმაცია არსებობს სამუდამოდ იმ სივრცე დროის რეგიონებში, სადაც თქვენ ცოცხლობდით. იგი არ ქრება, იმიტომ რომ ფიზიკაში არაფერი სინამდვილეში არ ქრება. იგი უბრალოდ ცვლის ფორმას. და ამ შემთხვევაში ფორმა, რომელსაც ის იღებს, არის მუდმივი ნაწილის სივრცე დროის გეომეტრიისა. არა როგორც აქტიური გაცნობიერებული პიროვნება, არამედ როგორც ინფორმაციული სტრუქტურა ქსოვილში თავად რეალობისა. მაგრამ აი სად იწყება საქმე გააქტიურებულად ფილოსოფიური. თუ ყველა მომენტი არსებობს ერთდროულად, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ განიცდით მათ მიმდევრობით? რატომ გგონია, რომ წარსულიდან მიდიან მომავალში, როდესაც ფიზიკის თვალსაზრისით ყველა მომენტი უბრალოდ არის? ერთი პასუხი არის ის, რომ მიმართულების განცდა მასშტაბურად არის მნიშვნელოვანი მარცვლებისაგან ერთი. ამიტომ ყველა მომენტი არის განუმანებელი, ანუ არის ადგილი უამრავს. მაგრამ სად არის ამ უამრავ ადგილზე მიღებული განცდა? მეორე პასუხიც იგივეა, რაც აქვს მოსამართლეების განცდასადმი. ამის მიზეზია უნიკალურობა. ყველა მომენტი შესაძლებელია დამატებითი განცდისაგან მეტი. ეს საკმარისი არ არის, რომ რაღაცა მიცემს. ეს უნდა გააჩნიოს მასთან ერთად და რაღაც კითხვა უნდა განიხილოს, რის შესაძლებლობას მიაკენებს ამ შემდგომ. ამას ვაპირებთ ახლა. რატომ გველაპარაკება უმეტესი საქმეების ფილოსოფიით? რატომ არ ვისაუბრებთ მხოლოდ რეალურ ადამიანებზე და რეალურ ცვლილებებზე? რატომ უნდა დავინახოთ მხოლოდ შემდეგი დღეები? რატომ არ ვისაუბრებთ მხოლოდ ხელშეკროს, რომ მიმართულების განცდა დროის არის გამოწვეული ენტროპიის ზრდით? მეორე თერმოდინამიკის კანონი ამბობს, რომ ენტროპია იზრდება დროთა განმავლობაში. ეს არის ის, რაც აძლევს დროს მიმართულებას, ის, რაც განასხვავებს წარსულს მომავლისგან. მაგრამ აქ არის საოცარი რამ. ენტროპიის ზრდა არ არის ფუნდამენტური კანონი. ეს არის სტატისტიკური ტენდენცია. ინდივიდუალურ ნაწილაკებს კვანტურ დონეზე არ აქვთ თვითმნიშვნელობა დროის მიმართულების. ეს ნიშნავს, რომ სიღრმე დონეზე, ფუნდამენტურ დონეზე, სამყარო არ არის სისტემა, რომელიც ვითარდება დროში. იგი არის სტატიკური გეომეტრია, სადაც ყველა მომენტი არსებობს ერთდროულად. და დროის ტრენდი არის ემერჯენტული ილუზია, შექმნილი სტატისტიკური მოდელებით. თუ ეს სწორია, მაშინ სინიდისე, როგორც ჩვენ ვიცნობთ მას, ტემპორალური მიმდევრობითი გამოცდილება, არის ასევე ემერჯენტული ილუზია. მაგრამ ინფორმაცია, რომელიც წარმოქმნის ამ გამოცდილებას, ეს არსებობს იმეორედროებით. იგი არის ნაწილი გეომეტრიისა, სივრცე დროისა, რომელიც არ ექვემდებარება დაბერებას ან განადგურებას, იმიტომ რომ იგი არ არსებობს დროში, არამედ როგორც დროის სტრუქტურა. ეს იდეები გახდება კიდევ უფრო სიღრმისეულად, როდესაც განვიხილავთ ბოლო აღმოჩენებს კოსმოლოგიაში. 2017 წელს ასტრონომები გამოიყენეს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი და დედამიწაზე დაფუძნებული დაკვირვებები იმისთვის, რომ გაეზომათ სამყაროს გაფართოების სიჩქარე. მათ აღმოაჩინეს რაღაც სფეროსახურო. სხვადასხვა მეთოდებით მირებული გაზომები აძლევდნენ განსხვავებულ პასუხებს. ერთი მეთოდი ამბობდა, რომ სამყარო გაფართოვდება ერთი სიჩქარით. სხვა მეთოდი ამბობდა, ის იყო სხვა სიჩქარე. განსხვავება არ იყო დიდი, მაგრამ იგი იყო საკმარისად დიდი იმისთვის, რომ აშფოთებდა კოსმოლოგებს. ეს ცნობილია როგორც ჰაბლის დაძაბულობა. და ეს არ არის დახურული. ეს არის ძირითადი საკითხი თანამედროვე კოსმოლოგიაში. იგი გვეუბნება, რომ ან ჩვენი გაზომები არის არასწორი, ან ჩვენი ფუნდამენტური მოდელი სამყაროსი არაა სრული. რომელიც ორიდან? არავინ იცის. და ეს არ არის მხოლოდ აკადემიური პრობლემა. თუ ჩვენი მოდელი სამყაროსი არასწორია, მაშინ ყველაფერი, რაც ვიფიქრეთ, რომ ვიცოდით სამყაროს ასაკის, ზომის, საბოლოო ბედის შესახებ, შეიძლება იყოს არასწორი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ გაცილებით უფრო ძირეული იგნორანტობის შესახებ სამყაროსი, ვიდრე ბევრმა ადამიანმა უნდა იფიქროს. აქ არის კიდევ ერთი რამ, სადაც მეცნიერება არის უხერხულად გაუგებარი. მუქი ენერგია და მუქი მატერია. დაახლოებით 95% სამყაროს შინაარსისი არის რაღაც, რასაც ჩვენ უწოდებთ მუქ მატერიას და მუქ ენერგიას. მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა არის ეს. გაიმეორებთ, 95% სამყაროსი შედგება ნივთიერებებისგან, რომელთა ბუნება არ არის ცნობილი. მუქი მატერია არ ასხივებს სინათლეს. მას არ შეუძლია დაინახო პირდაპირ. ჩვენ ვიცით, რომ იგი არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ
ხედავთ გრავიტაციულ ეფექტებს გალაქტიკებსა და კლასტერებზე. იგი აკრავს გალაქტიკებს ერთმანეთთან, აყალიბებს კოსმოსურ ქსელს. მაგრამ რა არის იგი? არის იგი ნაწილაკები, რომლებიც არ ურთიერთქმედებენ სინათლესთან. არის იგი მოდიფიკაცია გრავიტაციის კანონებისა? არის იგი რაღაც სრულიად სხვა, რასაც ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ? არავინ იცის. და ეს არ არის იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვეძებთ საკმარისად. ჩვენ ვაშენებთ უზარმაზარ დეტექტორებს, ძვირფას მილიარდობით დოლარს. ჩვენ ვეძებთ მუქი მატერიის ნაწილაკებს თხრილებში, ქვეშ მთებში და ვერაფერს პოულობთ. ან ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ პოულობთ რაღაცას, მაგრამ შემდეგ გაზომვები არ შეიძლება გამეორდეს. ეს არის სანაცვლოდ მორცხვი ბუნებამ ჩვენთვის. ჩვენ ვერ ვიგებთ სამყაროს უმრავლესობის შინაარს. რას გვეუბნება ეს სინიდისისა და მისი ბედის შესახებ სიკვდილის შემდეგ? იგი გვახსენებს, რომ ჩვენი ცოდნა ძალიან შეზღუდულია. ჩვენ ხედავთ მხოლოდ პატარა ნაწილს რეალობისა, ნორმალურ მატერიას, რომელიც შეადგენს 5% სამყაროსი. დანარჩენი 95% არის გამოუთვლელი. აქედან გამომდინარე, როდესაც ვამბობთ, რომ სინიდისი არ შეიძლება გადარჩეს სიკვდილს, ჩვენ ვამბობთ ამას დაყრდნობით 5%-ზე სამყაროსი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. რაც სხვა 95%-ით. ვინ იცის, რა შესაძლებლობები არსებობს იქ? შესაძლოა არის ინფორმაციის ნაკადები მუქ ენერგიის მეშვეობით, რომლებსაც ჩვენ ვერც კი ვდგრავთ. შესაძლოა კვანტური ინფორმაცია ნამდვილად ინტერაქტირებს მუქ მატერიასთან გზებით, რომლებიც ამდენთა თავზე აღებს ჩვენი ექსპერიმენტების დონეს. ეხლა მოდით გადავიდეთ უფრო დიდ ფილოსოფიურ საკითხზე. რას ნიშნავს ყველაფერი ეს თქვენთვის, როგორც ინდივიდისთვის, როგორც პიროვნებისთვის, რომელიც ცოცხლობს მოკლე სიცოცხლეს კოსმოლოგიურ დროის მასშტაბებზე? ერთ მხრივ ეს შეიძლება ჩანდეს დამცირებელი. თქვენ ხართ პაწაწინა, წამიერი ნიმუში კვანტურ ველებში, ერთი სწრაფი ციმციმი მიგდებულ გალაქტიკაში 1-2 ტრილიონიდან. როდესაც გარდაიხდებით, ეს ნიმუში იშლება და თქვენ როგორც ინდივიდუალური ცნობიერება შეწყდებით არსებობას. თქვენი აზრები, თქვენი მოგონებები, თქვენი განცდები ყველა აქრობა. რჩება მხოლოდ გაფანტული კვანტური ინფორმაცია, რომელიც მალე აღარ შეესაბამება რასმე, რომელიც შეიძლება იწოდოს თქვენ. მაგრამ აი სხვა გზა რო ხედოთ ეს. თქვენი არსებობა, მიუხედავად თავისი მოკლედ, არის გასაოცარი სასწაული. თქვენ ხართ გზა, რომლითაც სამყარო არსებობს თავსგაცნობიერებული. ყოველი აზრი, რომელიც თქვენ ფიქრობთ, ყოველი სურათი, რომელსაც თქვენ აცქერებთ, ყოველი სიმღერა, რომელსაც თქვენ უსმენთ, ყოველი სიყვარული, რომელსაც თქვენ გრძნობთ, არის სამყაროს აღიარება თავისი თავის არსებობისა. ჩვენ ვართ ვარსკვლავური მტვერი, რომელიც ჩამოყალიბდა სინიდისეთ, არა მიუხედავად სამყაროსი, არამედ როგორც სამყაროს გამოხატულება. ჩვენ ვართ გზა, რომლითაც კოსმოსი აცნობიერებს თავის თავს. და ეს არის უზარმაზარი. როდესაც გარდაიხდებით და თქვენი ინდივიდუალური ფორმა იშლება, ატომები, რომლებიც ქმნიდნენ თქვენს სხეულს, აგრძელებენ თავიანთ მოგზაურობას. შესაძლოა ერთ დღეს ისინი გახდებიან ნაწილი სხვა სინიდისისა, სხვა ადამიანისა, ან სხვა ფორმის სიცოცხლისა. და თუ კვანტური ინფორმაცია ნამდვილად შენარჩუნებულია, მაშინ კვალი თქვენი არსებობისა, ნიმუშები, რომლებიც აყალიბებდნენ თქვენს გამოცდილებას, იქნება ნაწილი ამ ახალი სინიდისეებისა რაღაც გზით. არა როგორც პირდაპირი გადაცემა მოგონებებისა, არამედ როგორც კვანტური რეზონანსი, სუბტილური ზეგავლენა ინფორმაციულ ველებში, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ყველა სინიდისით. თქვენ ხდებით ნაწილი უფრო დიდი ნაკადისა, წვეთი, რომელიც უბრუნდება ოკეანეს, მხოლოდ იმისთვის, რომ ხელახლა წარმოიქმნას როგორც ახალი წვეთი მომავალში. დაფიქრდით ამ გზით. წიგნი, რომელიც თქვენ კითხულობთ, შეიცავს იდეებს ავტორისგან, რომელიც შეიძლება გარდაიცვალა საუკუნეების წინ. იმ ადამიანის ფიზიკური სხეული დიდი ხანია გარდაიქცა მტვრად. მათი თავის ტვინი, რომელმაც შექმნა ეს აზრები, დაიშალა. მაგრამ იდეები, ინფორმაციის სტრუქტურები, რომლებიც იყვნენ მათ თავის ტვინში, არა გაქრნენ. ისინი გადაეცა წიგნში. და ახლა, როდესაც თქვენ კითხულობთ, ეს იდეები არდგენილია თქვენს ტვინში. თქვენს თავის ტვინში. ავტორის აზრები ცოცხლობენ ხელახლა თქვენში. ეს არის ერთგვარი უკვდავება ინფორმაციით. ეხლა წარმოიდგინეთ იგივე პროცესი არა მხოლოდ წიგნებით, არამედ კვანტურ დონეზე. ინფორმაცია, რომელიც კოდირებულია თქვენს სინიდისეში, გადის არა წიგნებში, არამედ კვანტურ ველებში. და ეს ველები არ არის იზოლირებული. ისინი აზიარებენ თავიანთ ინფორმაციას მთელ სამყაროში კვანტური გადაჯაჭვის საშუალებით. ამრიგად, თქვენი იდეები, თქვენი გამოცდილებები, თქვენი სინიდისის ნიმუშები არ არის შებოჭილი თქვენს პირად თავისთვის ტვინში. ისინი ჩაუდევს კვანტურ ქსელს. და როდესაც ახალი სინიდისეები წარმოიქმნება ამ ქსელში, ისინი შეიძლება იაღლონ რაღაც ზეგავლენას, რაღაც ეკოს, იმისა, რაც იყო თქვენ. თქვენი სინიდისე მათ არ ექნებათ როგორც თქვენი იყო, მაგრამ ნიმუშები, რომლებიც ქმნიდნენ, მას გახდებიან ნაწილი უფრო დიდი ინფორმაციული ნაკადისა. ეს ბუნებრივად აკენებს საბოლოო კითხვას.
არის რაიმე მნიშვნელობა. თუ ყველაფერი, რაც ჩვენ ვართ, რედუცირდება ინფორმაციამდე, რომელიც გაიფანტება სამყაროში, არის რაიმე მნიშვნელობა ჩვენ შნელობა ჩვენს პირად არჩევანებს, ჩვენს მოქმედებებს, ჩვენს სიცოცხლეებს. ან ჩვენ უბრალოდ უსამართლოდ ვეტაპება პატარა ტალღები ნივთიერების უზარმაზარ ოკეანეში, დროებითი კონფიგურაციები ატომებისა, რომლებიც მალე დაიშლება და დაივიწყება. ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ საიდან უყურებთ მას. ერთი პერსპექტივიდან დიახ, ცალკეული სიცოცხლეები, უზარმაზარი და განუმეორებელი სამყაროს კონტექსტში არის გამქრალი, მოკლედ და უმნიშვნელოდ. მთელი ადამიანის სახეობა, ყველა აქამდე ცხოვრებული ადამიანი, ყველა იდეა, რომელიც ოდესმე იფიქრა, ყველა ხელოვნება, რომელიც ოდესმე შექმნილი, არის მხოლოდ წამიერი დახახუნება დედამიწაზე, პლანეტაზე, რომელიც თავისთავად არის ატომის ზომის შეშედარებით გალაქტიკასთან, რომელიც თავისთავად არის 1 მილიარდობით სხვებიდან. როდესაც მზე გარდაექმნება წითელ გიგანტად 5 მილიარდი წლის შემდეგ, იგი გადაიწვავს დედამიწას და წაშლის ყველა კვალს ჩვენი არსებობისა. და თუნდაც იმ გახსოვდეთ რაღაც დარჩა, საბოლოოდ, ტრილიონობით წლების შემდეგ, სამყარო თავად მიაღწევს თერმულ სიკვდილს, მდგომარეობას, სადაც ყველა ვარსკვლავი დაიწვება, ყველა შავი ხვრელი აორთქლდება და არაფერი დარჩება გარდა თანაბრად განაწილებული, ცივი, უსახური რადიაციისა. რა დარჩება მაშინ ყველა ჩვენი სიცოცხლისთვის და სინიდისისთვის? მაგრამ აქ არის სხვა პერსპექტივა. თუ სივრცე დრო ნამდვილად არის ბლოკ სამყარო, სადაც ყველა მომენტი არსებობს ერთდროულად, მაშინ თქვენი სიცოცხლე არ არის მოვლენა, რომელიც მთავრდება. იგი არის სტრუქტურა, რომელიც არსებობს, სამიც არსებობს სამუდამოდ კონკრეტულ რეგიონში სივრცე დროისა. თერმული სიკვდილი სამყაროსი, როდესაც და თუ მოდის, არ წაშლის წარსულს. იგი მოხდება შორს მომავალში სივრცე დროში, მაგრამ რეგიონი, სადაც თქვენ ცხოვრობდით, ყველა მომენტი თქვენი სინიდისისა რჩება ხელუხლებელი. თქვენი არსებობა არის მუდმივი ფაქტი, არა წარსული მოვლენა, რომელიც გაქ. და თუ კვანტური ინფორმაცია ნამდვილად არასოდეს ქრება, თუ იგი უბრალოდ ცვლის ფორმას და ინტეგრირდება უფრო დიდ სისტემებში, მაშინ ინფორმაცია თქვენი სინიდისის შესახებ არ იქნება წაშლილი თერმულ სიკვდილშიც კი. იგი შეიძლება გახდეს ისეთი დისპერსული და დისორგანიზებული, რომ აღარ ემსგავსება რასმე, რომელიც იწოდება სინიდისეთ. მაგრამ ინფორმაცია თავისთავად, სტრუქტურა როგორც სტრუქტურა, არ შეიძლება განადგურდეს თერმოდინამიკის კანონების მიხედვით. იგი უბრალოდ გადაიფანტება და დაერევა ფონურ ველებს, მთელ სამყაროში სამუდამოდ. ეხლა დაეუბრუნდეთ უფრო პრაქტიკულ პირად საკითხებს. როგორ უნდა ცხოვრობდეთ, იცოდეთ ეს ყველაფერი? როგორ შეცვლის თქვენი ყოველდღიური გამოცდილება, გაგებით, რომ სინიდისე შესაძლოა არ არის იზოლირებული დროებითი ფეითი ფენომენი, არამედ ნაწილი უზარმაზარი ურთიერთდაკავშირებული კვანტური ქსელისა? როგორ ცვლის ეს თქვენს დამოკიდებულებას სიკვდილისადმი? ერთი პასუხია, რომ იგი შეიძლება შეამციროს შიში. თუ სიკვდილი არ არის სრული განადგურება, არამედ ტრანსფორმაცია, გადასვლა ერთი ფორმიდან მეორეზე, მაშინ იგი შეიძლება იყოს ნაკლებად შემაშინებელი. თქვენ როგორც ინდივიდი შეთხوეთ არსებობას, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც ქმნიდა თქვენს სინიდისეს, ის რაც ნამდვილად იყავით ძირითად დონეზე, აგრძელებს არსებობას ახალ ფორმებში. მეორე პასუხი არის, რომ იგი შეიძლება გაზარდოს თქვენი კავშირის განცდა სამყაროსთან. თუ თქვენი სინიდისე არ არის იზოლირებული, თუ იგი მუდმივად ურთიერთქმედებს უფრო დიდ კვანტურ ველებთან, მაშინ თქვენ არ ხართ განცალკევებული ობსერვატორი, რომელიც უყურებს სამყაროს გარედან. თქვენ ხართ ნაწილი სამყაროს თავად, როგორც ტალღა არის ნაწილი ოკეანისა. თქვენი წარმატებები და მარცხები, თქვენი სიხარულები და მწუხარებები, თქვენი აზრები და გრძნობები, ისინი ყველა არის გზებით, რომლითაც კოსმოსი აზიარებს თავის თავს. ეს შეხედულება შეიძლება მიგიყვანოთ უფრო დიდ ემპათიისკენ, უფრო დიდ თანაგრძნობისკენ, იმის გაგებამდე, რომ სხვა სინიდისეები არ არიან ფუნდამენტურად განცალკევებული თქვენდან. ჩვენ ყველანი ვართ ნაწილი იგივე უზარმაზარი ინფორმაციული სისტემისა. მესამე პასუხი არის, რომ იგი შეიძლება აძლევს თქვენი ცხოვრების უფრო დიდ მნიშვნელობას, არა ნაკლებს. როდესაც თქვენ იცით, რომ თქვენი მოქმედებები, თქვენი აზრები, თქვენი არჩევანი ტოვებს კვალს არა მხოლოდ ადამიანებზე და სამყაროზე, რომელიც თქვენ დააკისრეთ პირდაპირ, არამედ ასევე კვანტურ ქსოვილზე, თავად რეალობისა, მაშინ თქვენ იწყებთ თქვენი მოქმედებების პასუხისგებლობის სხვანაირად აღქმას. ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ, ხდება ნაწილი მუდმივი ჩანაწერისა. არა იმიტომ, რომ ღმერთი უყურებს და რეკორდირებს, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ინფორმაცია არასოდეს ქრება. თქვენი სიცოცხლე, როგორიც არ უნდა იყოს პატარა და წამიერი, ცვლილი ხდება სამყაროს საერთო ინფორმაციულ შინაარსში სამუდამოდ. მაგრამ მოდით ვიყოთ ძალიან მკაფიოდ ერთ რამეზე. რასაც ჩვენ ვსაუბრობთ აქ, არ არის რელიგიური კონცეფცია სულისა ან ზეციური სიცოცხლისა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ თქვენ როგორც პიროვნება გააგრძელებთ არსებობას სიკვდილის დილის შემდეგ, რომ თქვენი მოგონებები და პიროვნება შენარჩუნდება და გადავა სხვა სფეროში, სადაც თქვენ გააგრძელებთ აზროვნებას და გრძნობას.
ეს არ არის ის, რასაც მეცნიერება მხარს უჭერს. რასაც მეცნიერება მხარს არის იდეა, რომ ინფორმაცია ძირითად დონეზე, კვანტურ დონეზე არასოდეს ქრება. და სინიდისე, თუ იგი არის, როგორც ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, კვანტური ფენომენი, მაშინ ის უნდა ექვემდებარებოდეს იმავე კანონს. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? ეს ნიშნავს, რომ როდესაც თქვენი თავის ტვინით წვეთს ფუნქციონირებას, ინფორმაციული სტრუქტურები, რომლებიც კოდირებდნენ თქვენს აზრებს და გრძნობებს, არ უბრალოდ არ ქრება. ისინი დეკოჰერირდებიან. ისინი კარგავენ თავიანთ კონცენტრაციას და კოჰერენციას. ისინი გაიფანტებიან გარემოში კვანტური ველების სახით. მაგრამ თავად ინფორმაცია, რეალურად ინფორმაციული შინაარსი, რჩება როგორც ნაწილი სამყაროს. არა როგორც რაღაც, რასაც თქვენ შეგიძლიათ ცდომა გქონდეთ, რადგან თქვენ როგორც პიროვნება აღარ იასებებთ, არამედ როგორც ნაბეჭდი, ნიმუში სტრუქტურაში თავად რეალობისა. დაუბრუნდეთ ხანდახან ვარსკვლავების იდეას. ამას ნიშნავს ის ბუკვალურად. ხოველი ნახშირბადის ატომი თქვენს სხეულში შეიქმნა ვარსკვლავში, რომელიც აფეთქდა მილიარდობით წლის წინ. ჟანგბადი, რომელსაც თქვენ სუნთქავთ, შეიქმნა რეაქციებში სხვა ვარსკვლავებში. რკინა თქვენს სისხლში ჩამოყალიბდა სუპერნოვაში, ვარსკვლავის სიკვდილის ბოლო დრამატულ კონვულსიებში. თქვენ მოვდივართ ვარსკვლავებისგან და როდესაც თქვენი სხეული კვდება, ეს ელემენტები დაბრუნდებიან კოსმოსში, სადაც ისინი შეიძლება ხელახლა იქნენ ნაწილი მომავლის ვარსკვლავებისა. ატომების ციკლი, რომელიც მიდის ვარსკვლავებიდან პლანეტებამდე, სიცოცხლემდე, ხელახლა ვარსკვლავებამდე, გრძელდება სამუდამოდ. მაგრამ ეხლა დავამატოთ კვანტური ინფორმაციის იდეა. ატომები, რომლებიც იყვნენ თქვენი სხეულის ნაწილი, არ არიან უბრალოდ პასიური მატერია. ისინი შეიცავენ ინფორმაციას. კვანტურ ინფორმაციას თავიანთ გადაჯაჭვულ მდგომარეობებში, თავიანთ ტალღის ფუნქციებში. რამდენიმე წლის ან 10 წლეულის ოთამდე თქვენ სხეულში ეს ატომები იყვნენ ნაწილი ინფორმაციული სისტემისა, რომელიც დაკოდირებდა თქვენს სინიდისეს. ისინი მონაწილეობდნენ ქსელებში თქვის ტვინში. ისინი იყვნენ ნაწილი გადაჯაჭვული მდგომარეობებისა, რომლებიც ქმნიდნენ თქვენს აზრებს. როდესაც ისინი ტოვებენ თქვენს სხეულს და იწყებენ თავიანთ მოგზაურობას უკან კოსმოსში, ისინი იტანენ ამ ინფორმაციას მათთან. არა როგორც დეტალური ჩანაწერი თქვენს გამოცდილებაში, არამედ როგორც სუბტილური ნიმუშები თავიანთ კვანტურ თვისებებში. ეხლა წარმოედგინეთ მილიარდობით წლების მომავლის. მზე გახდა წითელი გიგანტი და განადგურდა დედამიწა. ატომები თქვენი სხეულიდან გაბნეოდნენ მთელს გალაქტიკაში. ზოგიერთი გახდა ნაწილი ახალი ვარსკვლავებისა, სხვები გახდნენ ნაწილი პლანეტებისა. იქნებ ზოგიერთი გახდა ნაწილი ახალი ფორმების სიცოცხლისა, ინტელექტისა, სინიდისისა. კვანტური ინფორმაცია, რომელიც ოდესღაც იყო ნაწილი თქვენი სინიდისისა, ეხლა გაფანტული უზარმაზარ მანძილებზე, ხდება ნაწილი ამ ახალი სისტემებისა. არა როგორც კოპია თქვენი პიროვნებისა, ის დიდი ხანია დაიშალა, მაგრამ როგორც სუბტილური რეზონანსი, ნიმუში ინფორმაციულ ველებში, რომელმაც იქნებ გავლენა მოახდინოს, როგორც ეს ახალი სინიდისეები ყალიბდებიან. თქვენ არ გააგრძელებთ როგორც ინდივიდი, მაგრამ თქვენი წვლილი უზარმაზარ ინფორმაციულ ოკეანეში, რომელიც აღალიბებს ყველა სინიდისეს, ის რჩება. თქვენ ხდებით ნაწილი უფრო დიდისა, რაღაც რასაც შეიძლება უწოდოთ სამყაროს კოლექტიური სინიდისე. ეს არის საოცარი და მშვენიერი იდეა, მაგრამ ეს ასევე ბადებს ღრმა კითხვებს. თუ სინიდისე ნამდვილად არ არის პროდუქტი თავის ტვინისა, არამედ ფუნდამენტური ასპექტი სამყაროსი, რაზეა შეზღუდული? შეიძლება სინიდისე არსებობდეს სხვა ფორმებში, სხვა სუბსტრატებში, რომელთაც ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ. შეიძლება გალაქტიკები თავად ამ გიგანტურმა ორგანიზებულმა სტრუქტურებმა, ატომებისა და ენერგიისა, ფლობდეს გარკვეულ ფორმას სინიდისისა. შეიძლება სამყარო თავად ამ უზარმაზარმა ურთიერთდაკავშირებულმა კვანტურმა სისტემამ იყოს გაცნობიერებული. ეს კითხვები გვიყვანენ ფილოსოფიის საზღვრებზე და შესაძლოა რელიგიაზე კიდეც. მაგრამ ისინი ასევე არის ლეგიტიმური მეცნიერული კითხვები. თუ სინიდისე არის ემერჯენტული თვისება ინფორმაციის დამუშავებისა და ინფორმაცია დამუშავებულია მრავალ დონეზე, მრავალ სუბსტრატებში მთელ სამყაროში, მაშინ სად არის ზღვარი? სად გაჩერდება ინფორმაციის დამუშავება და სად იწყება სინიდისე? ან იქნებ არ არის მკაფიო ზღვარი. იქნებ სინიდისე არის სპექტრი, რომელიც ვრცელდება უმარტივესი ინფორმაციის დამუშავებიდან მარტივ სისტემებში ყველაზე რთულ ფენომენამდე, ადამიანის სინიდისისა და შესაძლოა უფრო შორს. ასე ვთქვათ, აკონკლუდოთ პირველი ნაწილი ამ მოგზაურობისა რამდენიმე ფუნდამენტური პუნქტით. პირველი. თქვენი სხეული შედგება ატომებისგან, რომლებიც წარმოშობილნი არიან ვარსკვლავებში. ეს არ არის პოეტური მეტაფორა, ეს არის ბუკვალური ფაქტი. მეორე. ეს ატომები არ რჩება თქვენთან სამუდამოდ. ისინი მუდმივად ცვლიან, შემოდიან და გადიან, და როდესაც თქვენი სხეული კვდება,
ისინი ყველა დაბრუნდებიან გარემოში და გააგრძელებენ თავიანთ მოგზაურობას. მესამე. ატომები არ არის უბრალოდ პასიური ნივთიერება. ისინი შეიცავენ ინფორმაციას, კვანტურ ინფორმაციას, თავიანთ გადაჯაჭვულ მდგომარეობებში. მეოთხე. კვანტური მექანიკის მიხედვით, ინფორმაცია არასოდეს ქრება. იგი შეიძლება გადაიქცეთ, გარდაიქმნას, გაიფანტოს, მაგრამ არ განადგურდეს. მეხუთე. სინიდისე. როდესაც შესწავლილი კვანტური და ნეირომეცნიერული პერსპექტივებიდან, შესაძლოა არ არის მხოლოდ ემერჯენტული თვისება რთული ნეირონული ქსელებისა. შესაძლოა არის კავშირი კვანტურ რეალობასთან. მეექვსე. თუ სინიდისე მოიცავს კვანტურ პროცესებს და კვანტური ინფორმაცია არასოდეს ქრება, მაშინ სინიდისის ინფორმაციული შინაარსი არ შეიძლება სრულად გაქრეს სიკვდილის დროს. იგი უნდა გარდაიქმნას და ინტეგრირდეს უფრო დიდ კვანტურ სისტემებში. მეშვიდე და ბოლოს. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ, როგორც პიროვნება, რომელსაც აქვს მოგონებები და თვითშეგნება, გააგრძელებთ არსებობას სიკვდილის შემდეგ. თქვენი თავის ტვინი, რომელიც აკალიბებს ამ პიროვნულ გამოცდილებას, იშლება. თქვენი მე, როგორც თქვენ მას იცნობთ, სავარაუდოდ მთავრდება. მაგრამ ინფორმაცია, კვანტური ინფორმაცია, რომელიც კოდირებდა თქვენ სინიდისეს, რჩება როგორც ნაწილი სამყაროს. არა როგორც თქვენ, არამედ როგორც ნიმუში, კვალი, რომელიც შერწყმა უფრო დიდ ინფორმაციულ ოკეანეში. რას ნიშნავს ეს თქვენთვის? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იძებლით. თუ თქვენ ეძებთ ნუგეშს, რომ თქვენი პიროვნება გადარჩება უცვლელად, ეს იდეები ვერ შესთავაზებენ მას. მაგრამ თუ თქვენ ეძებთ უფრო ღრმა გაგებას თქვენი ადგილისა სამყაროში, თქვენი კავშირისა ფართო რეალობასთან, მაშინ ისინი შესთავაზებენ რაღაც სიღრმისეულს. ისინი შესთავაზებენ ხედვას, სადაც სიკვდილი არ არის დასასრული, არამედ დაბრუნება. დაბრუნება იმ უზარმაზარ კვანტურ ოკეანეში, საიდანაც ყველა სინიდისე წარმოიშობა და რომელშიც ყველა სინიდისე საბოლოოდ უბრუნდება. თქვენ ხართ დროებითი ტალღა ამ ოკეანეში. თქვენი ფორმა დროებითია, მაგრამ წყალი, ინფორმაცია, რომელიც შეადგენს თქვენ, ის ვარსკვლავური მტვერი, რომელმაც მოიპოვა გაცნობიერება, არის ნაწილი რაღაცის მარადიულისა. როდესაც თქვენი ტალღა ლაგდება, თქვენ არ ქრებით, თქვენ უბრუნდებით. უბრუნდებით სახლში, უფრო დიდ რეალობას, საიდანაც მოხვედით. და შესაძლოა მომავალში ნაწილები, რომლებიც იყვნენ თქვენებიც იყვნენ, თქვენ აღდგებიან ხელახლა ახალ ფორმებში, ახალ ტალღებში, ახალ სინიდისეებში. არა როგორც თქვენ, არამედ როგორც რაღაც ახალი, რაც მაინც ატარებს ეკოს იმისა, რაც თქვენ იყავით. ეს არის პირველი ნაწილი ამბისა. მაგრამ არსებობს კიდევ მრავალი, რაც უნდა განვიხილოთ. როგორ ზუსტად მუშაობს კვანტური გადაჯაჭვა? რა არის მტკიცებულება, რომ სინიდისე მოიცავს კვანტურ პროცესებს? როგორია პრაქტიკული ექსპერიმენტები, რომლებიც მიმდინარეობს ახლა, რომლებიც ამოწმებენ ამ იდეებს? რას ამბობენ სკეპტიკოსები და როგორ პასუხობენ მხარდამჭერები? როგორ შეეხება ეს სხვა დიდ კითხვებს, მულტივერსს, სიმულაციის ჰიპოთეზას, ანთროპულ პრინციპს? და ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორ უნდა ცხოვრობდეთ იმის ცოდნით? მაგრამ ახლა ამ პუნქტში და მივცეთ დრო აითვისოთ, რაც განვიხილეთ. დაფიქრდით ამაზე. თქვენ ხართ ვარსკვლავების შვილი. თქვენ ხართ სამყაროს, რომელმაც გამოიღვიძა თავის გაცნობიერება. თქვენი სიცოცხლე, როგორც წამიერია ის კოსმიურ მასშტაბებზე, არის გზა, რომლითაც კოსმოსი განიცდის თავის თავს. და როდესაც თქვენი ფორმა იშლება, თქვენ არ გაქრებით სრულად. თქვენ უბრუნდებით. გახდებით ნაწილი რაღაცის უფრო დიდისა. ხდებით ნაწილი უსასრულო ინფორმაციული ოკეანისა, საიდანაც ყველა სინიდისე წარმოიშობა და რომელშიც ყველა სინიდისე საბოლოოდ უბრუნდება. რას ფიქრობთ ამაზე? შეუძლია ეს ხედვა შეცვალოს, როგორ ხედავთ სიკვდილს. როგორ ცვლის ეს თამოკიორცვლის ეს თქვენს დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი. იცოდით, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებთ, ყველა აზრი, რომელსაც ფიქრობთ, ტოვებს კვალს არა მხოლოდ ამ დროებით სამყაროში, არამედ კვანტურ ქსოვილზე რეალობის თავად. შეუძლია ამან გახადოს თქვენი ცხოვრება უფრო მნიშვნელოვანი. ან შეიძლება პირიქით, თქვენი მოკრძალების უფრო ღრმა გრძნობა, გაცნობიერებული, რომ თქვენ ხართ მხოლოდ პატარა ნაწილი რაღაცის უზარმაზარისა. ეს კითხვები ღირს დაფიქრება. რადგან ისინი არ არის მხოლოდ აკადემიური, ისინი არიან პირადი, ეგზისტენციალური, ფუნდამენტური. ისინი ეხება საკითხებს, რომლებიც ყველა ადამიანი აწყდება უმარტივეს ფორმაში, ადრე თუ გვიან. ვინ ვართ? საიდან მოვალთ? საით მივდივართ? რა ხდება სიკვდილის შემდეგ? და მეცნიერება, ყოველ შემთხვევაში ამ დარგში, იწყებს შეთავაზებას პასუხების, რომლებიც არის ყოველთვის ნაკლებად მარტივი ვიდრე ვიფიქრეთ, მაგრამ ყოველთვის უფრო ღრმა დამაღელვებელი. მოდით გავაღრმაოთ. დაუბრუნდეთ კვანტური გადაჯაჭვის იდეას და გავიგოთ, რატომ არის ეს ასე რევოლუციური. წარმოიდგინეთ ორი ელექტრონი, რომლებიც წარმოიქმნებიან ერთდროულად პროცესში, რომელსაც ეწოდება წყვილი წარმოშობა. ფიზიკის კანონები მოითხოვს, რომ მათ ჯამური სპინი იყოს 0. ეს ნიშნავს, რომ თუ ერთი ელექტრონი აქვს სპინი ზემოთ,
მეორეს უნდა გქონდეს სპინი ქვემოთ. მაგრამ კვანტურ მექანიკაში, მანამ სანამ თქვენ გაზომავთ ელექტრონს, მას არ აქვს განსაზღვრული სპინი. იგი არსებობს სუპერპოზიციაში, ერთდროულად ზემოთაც და ქვემოთაც. აქ არის უცნაური ნაწილი. როდესაც თქვენ გაზომავთ პირველ ელექტრონს და აღმოაჩენთ, რომ მას აქვს სპინი ზემოთ, მეორე ელექტრონი, რაც არ უნდა შორს იყოს პირველისგან, ფხისიერად იღებს სპინს ქვემოთ. არა იმიტომ, რომ რაიმე სიგნალი გაგზავნილია ერთიდან მეორეში. სიგნალებს დრო სჭირდებათ მოგზაურობისთვის, მაშინაც კი თუ ისინი მოძრაობენ სინათლის სიჩქარით. ეს კოლაფსი ხდება მხისიერად, სანამ ნებისმიერ სიგნალს შეეძლო გაგზავნა. აინშტაინი ეს არ მოსწონდა. იგი თავის ფლობდა, ეს არის დამტკიცება, რომ კვანტური მექანიკა არასრულია, რომ უნდა არსებობდეს დამალული ცვლადები, რომლებიც უკვე განსაზღვრავენ სპინებს თითოეული ელექტრონისთვის ჯერ კიდევ გაზომავამდე. მაგრამ ბელის თეორემა მაჩვენა, რომ ეს შეუძლებელია. ბელმა ჩამოაყალიბა მათემატიკური უთანასწორობა, რომელიც დგინავს ზღვრებს იმაზე, თუ რას შეიძლება იწინასწარმეტყველოს ნებისმიერმა ადგილობრივმა ფარულმა ცვლადების თეორიამ. შემდეგ ექსპერიმენტები, დაწყებული ალენ ასპეს მუშაობიდან პარიზში 1992 წელს, აჩვენეს, რომ კვანტურ მექანიკამ დაარღვია ბელის უთანასწორობა. რეალობა არღვევს ზღვრებს, რომლებიც დადგენილია ნებისმიერი ადგილობრივი თეორიით. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაწილაკები ნამდვილად არიოკადვილად არიან არალოკალურად დაკავშირებული. ისინი ნამდვილად გავლენას ახდენენ ერთმანეთზე მხისიერად, მიუხედავად მანძილისა. ეს არ არის თეორეტიკული თვალთმაქცობა, ეს არის ექსპერიმენტული ფაქტი, რომელიც დადასტურებულია ათობით ათასობით ექსპერიმენტით, უკარიმენტით უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში. რას ნიშნავს ეს სინიდისისთვის? თუ ნაწილაკები თქვენს თავის ტვინში არიან გადაჯაჭვული ერთმანეთთან და ისინი ასევე არიან გადაჯაჭვული ნაწილაკებთან გარემოში, მაშინ სად არის საზღვარი თქვენ სინიდისესა და დანარჩენ სამყაროს შორის? კლასიკური ფიზიკა ამბობს, რომ თქვენი თავის ტვინი არის იზოლირებული ობიექტი, განცალკევებული გარემოდან კანის, თავის ქალისა და თავის ქალის ძვლით. მაგრამ კვანტური ფიზიკა ამბობს, რომ ეს განცალკევება არის ილუზია. თქვენი თავის ტვინის ნაწილაკები არიან კვანტურად გადაჯაჭვული უამრავ სხვა ნაწილაკებთან მთელ სამყაროში. თქვენ არ ხართ იზოლირებული კუნძული, თქვენ ხართ კვანდი, უზარმაზარ კვანტურ ქსელში. ახლა დაფიქრდით, რა ხდება სიკვდილისას ამ პერსპექტივიდან. როდესაც თქვენი თავის ტვინი კვდება, ფიზიკური სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფდა კოჰერენტულ, ორგანიზებულ სინიდისეს, იშლება. მაგრამ კვანტური გადაჯაჭვები ნაწილაკებს შორის, რომლებიც ქმნიდნენ თქვენს თავის ტვინს და სხვა ნაწილაკებთან სამყაროში, არ ქრება მთლისიერად. დეკოჰერენცია, პროცესი, სადაც კვანტური სისტემა კარგავს თავის კვანტურ კოჰერენციას, იღებს დროს. და მაშინაც კი, როდესაც დეკოჰერენცია სრულდება, ინფორმაცია, რომელიც იყო ამ გადაჯაჭვებში, არ ქრება. იგი უბრალოდ იფანტება უფრო დიდ ველებში. თქვენი სინიდისე, როგორც ადგილობრივი კონცენტრირებული ფენომენი მთავრდება, მაგრამ კვანტური ინფორმაცია, რომელიც დაკოდირებული იყო მასში, არ ქრება. იგი შეერწყმა უფრო დიდ კვანტურ ქსელს. მოდით განვიხილოთ კონკრეტული ექსპერიმენტი, რომელიც ასახავს ამ პრინციპებს. 2015 წელს ფიზიკოსებმა დელფტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ნიდერლანდებში შექმნეს კვანტური გადაჯაჭვა ორ ალმასის კრისტალს შორის, რომლებიც მდებარეობდნენ 3 მეტრის მანძილზე ერთმანეთისგან ოთახის ტემპერატურაზე. ეს იყო მნიშვნელოვანი, რადგან ადრე კვანტური გადაჯაჭვა მყარ სახელმწიფო სისტემებში მოითხოვდა ულტრაცივ ტემპერატურებს ახლოს აბსოლუტურ ნულთან. მათ აჩვენეს, რომ კვანტური გადაჯაჭვა შეიძლება შენარჩუნდეს მაკროსკოპულ ობიექტებში ნორმალურ პირობებში. თუ ალმასის კრისტალები, რომლებიც შეიცავენ ტრილიონობით ატომს, შეიძლება იყვნენ გადაჯაჭვულნი, რატომ არა ბიოლოგიური სისტემები? კიდევ უფრო საინტერესოა მუშაობა, რომელიც გაკეთდა ვენის უნივერსიტეტში ანტონ ცაილინგერის ჯგერის ჯგუფის მიერ. ისინი აჩვენეს კვანტური გადაჯაჭვა ნაწილაკებს შორის დაშორებულებზე, რომლებიც აღემატება 154 კილომეტრს. ისინი გაუშვეს ფოტონები კანარის კუნძულებზე, ლა-პალმასა და ტენერიფეს შორის და აჩვენეს, რომ გადაჯაჭვა რჩება ხელუხლებელი ასეთ მანძილზეც კი. ეს ადასტურებს, რომ კვანტური კავშირები არ არის შეზღუდული მიკროსკოპული მანძილებით. ისინი შეიძლება გაგრძელდნენ კოსმოსურ მასშტაბებზე. თეორიულად არ არსებობს ზღვარი სიშორეზე, სადაც გადაჯაჭვა შეიძლება მოქმედებდეს. ორი ნაწილაკი შეიძლება იყვნენ გადაჯაჭვულნი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან გალაქტიკის საპირისპირო მხარეებზე. ეხლა გაერთიანეთ ეს ორი იდეა. პირველი, კვანტური გადაჯაჭვა შეიძლება არსებობდეს მაკროსკოპულ სისტემებში ოთახის ტემპერატურაზე. მეორე, გადაჯაჭვა შეიძლება გაგრძელდეს ნებისმიერ მანძილზე. ამას ნიშნავს, რომ თეორიულად შესაძლებელია, რომ თქვენი თავის ტვინის ნაწილაკები იყვნენ გადაჯაჭვულნი ნაწილაკებთან საზღვარგარეთ, შორს კოსმოსში, იქნებ თავად სხვა პლანეტებზე, სხვა ვარსკვლავურ სისტემებში. თუ ეს გადაჯაჭვები არსებობს, მაშინ თქვენი სინიდისე არ არის ნამდვილად შებოჭილი თქვენს თავში. იგი არის ნაწილი კოსმოსური მასშტაბის კვანტური ქსელისა.
და როდესაც თქვენი თავის ტვინი იშლება, ამ ქსელის ადგილობრივი კვანდი საქმიანი რჩება სხვაგან. მაგრამ აქ ჩვენ უნდა გავაჩეროთ და განვიხილოთ მნიშვნელოვანი შეკითხვა. თუნდაც თუ ყველა ეს სწორია, თუნდაც თუ კვანტური ინფორმაცია თქვენი სინიდისის შესახებ გადადის სამყაროს კვანტურ ველებში და რჩება იქ, რას ნიშნავს ეს რეალურად? არის ეს ნებისმიერი მნიშვნელობის უკვდავება? თუ თქვენი მოგონებები გაქრა, თუ თქვენი პიროვნება დაიშალა, თუ არაფერი რჩება, რაც შეიძლება იდენტიფიცირდეს როგორც თქვენ, რა სარგებელი აქვს იმის ცოდნას, რომ რაღაც აბსტრაქტული კვანტური ინფორმაცია რჩება? ეს არის ლეგიტიმური შეკითხვა და გულწრფელი პასუხი არის, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გულისხმობთ უკვდავებაში. თუ უკვდავება ნიშნავს, რომ თქვენ, როგორც ამჟამინდელი პიროვნება, თქვენი ყველა მოგონებით, დებით და პიროვნული თვისებებით გააგრძელებთ არსებობას სიკვდილის შემდეგ სადმე, მაშინ ეს იდეები არ შესთავაზებენ მას. არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომ თქვენი პიროვნება გადარჩება თავის ტვინის სიკვდილს. ის ძალიან დამოკიდებული გეცნობათ კონკრეტულ ნეირონულ სტრუქტურებზე თქვენს თავის ტვინში. როდესაც ეს სტრუქტურები იშლება, თქვენი პიროვნება, როგორც თქვენ მას იცნობთ, დიდი ალბათობით მთავრდება. მაგრამ თუ უკვდავება ნიშნავს, რომ არსებობს რაღაც ფუნდამენტური თქვენ შესახებ, ინფორმაციული ნიმუში, რომელიც დააფუძნა თქვენს სუბიექტურ გამოცდილებას, რომელიც კი არ ქრება სრულად, მაშინ დიახ, ამ გაგებით უკვდავების ფორმა არსებობს. შევადაროთ ეს სხვა ფორმას უკვდავებისა, რომელსაც ჩვენ უკვე ვაღიარებთ. თქვენი გენები გადადიან თქვენ შვილებში. ფიზიკურად თქვენ ხართ გარკვეული თანმიმდევრობა DNA-ში. ეს თანმიმდევრობა კოპირდება და გადადის მომავალ თაობებში. ინფორმაცია თქვენი გენების შესახებ გადარჩება და გრძელდება ათასობით წლებით. მაგრამ თქვენ, როგორც სუბიექტური გამოცდილება, როგორც პიროვნება, არ გადარჩება თქვენ შვილებში. მათ აქვთ თავიანთი საკუთარი სუბიექტური გამოცდილება. ისინი არ არიან თქვენ. მიუხედავად ამისა, არის მნიშვნელობა იმაში, რომ ნაწილი თქვენ, ინფორმაცია, რომელიც არის თქვენს გენებში, გრძელდება მათში. ანალოგიურად, კვანტური ინფორმაცია თქვენი სინიდისის შესახებ, რომელიც გადადის სამყაროს კვანტურ ველებში, არ იქნება თქვენ როგორც პიროვნება, მაგრამ იგი იქნება კვალი, ნიმუში, რომელმაც ოდესღაც მხარი დაუჭირა თქვენს სუბიექტურ გამოცდილებას. და როგორც გენებთან, ამ ინფორმაციას აქვს პოტენციალი იყოს ინტეგრირებული მომავლის სინიდისეებში გზებით, რომლებიც ჩვენ ვერ სრულად ვიგებთ ჯერ. არა როგორც კოპია თქვენი პიროვნებისა, არამედ როგორც დაღმა გავლენა, რეზონანსი ინფორმაციულ ველებში, რომლებიც აყალიბებენ ყველა სინიდისეს. ეხლა მოდით განვიხილოთ კიდევ ერთი კოსმოლოგიური პერსპექტივა, რომელიც ამ იდეებს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. მულტივერსის იდეა. ბევრი ფიზიკოსი ახლა მიიჩნევს, რომ ჩვენი სამყარო შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი უზარმაზარ, იქნებ უსასრულო რაოდენობის სამყაროებიდან. ეს იდეა მოდის რამდენიმე განსხვავებული წყაროდან. ერთი არის ინფლაციური კოსმოლოგია, თეორია, რომელიც აღწერს, როგორ სამყარო შეიძლება გაფართო და ძალიან სწრაფად თავისი ადრეულ მომენტებში. ინფლაციური თეორიის ზოგიერთი ვერსია წინასწარმეტყველებს, რომ ინფლაცია არასოდეს წყდება გლობალურად. იგი აგრძელებს განხორციელებას ზოგ რეგიონებში, სივრცე დროისა, მუდმივად ქმნის ახალ სამყაროებს, ყოველი თავისი საკუთარი ფიზიკური კანონებით და მუდმივებით. მეორე წყარო არის სიმებოდის თეორია, რომელიც წინასწარმეტყველებს არსებობას დამატებითი განზომილებებისა და შესაძლოა მრავალი პარალელური ბრანაების, ცხელი ფურცლების სივრცე დროისა, სადაც სამყაროები შეიძლება არსებობდეს. მესამე წყარო არის კვანტური მექანიკის თავად ბევრი მსოფლიოს ინტერპრეტაცია. ეს ინტერპრეტაცია, რომელიც შემუშავდა ფიზიკოს ჰიუ ევერეტის მიერ 1957 წელს, აცხადებს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც კვანტური გაზომა ხდება, სამყარო იყოფა ორ ან მეტ ფილიალებად, თითოეული რომელშიც შედეგების ერთ-ერთი ხდება რეალობა. თუ ბევრი მსოფლიოს ინტერპრეტაცია სწორია, მაშინ არსებობს უსასრულო რაოდენობის პარალელური სამყაროები, სადაც ვერსიები თქვენისა აკეთებენ განსხვავებულ არჩევანებს, განიცდიან განსხვავებულ შედეგებს, ცხოვრობენ განსხვავებულ სიცოცხლეებს. ამ ინტერპრეტაციაში თქვენი სინიდისე ყოველ მომენტში უერთდება ერთ-ერთ ფილიალს სამყაროებისა. რა ხდება სიკვდილისას ამ მრავალმსოფლო შეხედულებაში? ეს დამოკიდებულია. ზოგიერთი ფილიალიდან თქვენ კვდებით, მაგრამ შესაძლოა არსებობენ სხვა ფილიალები, სადაც თქვენ ვერ კვდებით, სადაც რაღაც შემთხვევა თავიდან აგაცილებთ, რომელიც მოკლავთ სხვა ფილიალებში. ზოგი ფიზიკოსი სერიოზულად განიხილავენ შესაძლებლობას, რომ სუბიექტური გამოცდილება ყოველთვის გრძელდება ზოგ ფილიალში. ქმნის ეფექტს, სადაც საკუთარი პერსპექტივიდან თქვენ არასოდეს არ განიცდით სიკვდილს. ეს ცნობილია როგორც კვანტური უკვდავება ან კვანტური თვითმკვლელობა და ეს არის უკიდურესად სადისკუსიო. ბევრი ფიზიკოსი ფიქრობენ, რომ ეს არის მათემატიკის ზედმეტი ინტერპრეტაცია, მაგრამ სხვები ამტკიცებენ, რომ თუ ბევრი მსოფლიოს ინტერპრეტაცია სერიოზულად მიიღება, კვანტური უკვდავება არის მისი ლოგიკური შედეგი.
მიუხედავად იმისა, თუ სწორია ეს, იდეა თავად აჩვენებს, თუ როგორ ღრმად უცნაური და ინტუიციის საწინააღმდეგო შეიძლება იყოს რეალობა, როდესაც კვანტურ მექანიკას მიიღებთ მის ლოგიკურ დასკვნებამდე. რეალობა, როგორც მას აღწერს თანამედროვე ფიზიკა, არის გაცილებით უფრო უცნაური, ვიდრე ნებისმიერი რელიგიური ან ესქატოლოგიური თეორია ოდესმე შემოთავაზებული. ეხლა მოდით შევხედოთ კიდევ ერთ პერსპექტივას – პანფსიქიზმს. ეს არის ფილოსოფიური იდეა, რომ სინიდისი არ არის ფენომენი, რომელიც აღმოცენდება მხოლოდ რთულ ნეირონულ სისტემებში, არამედ არის ფუნდამენტური თვისება მთელი მატერიისა. ამ ხედვით, თუნდაც ელემენტარულ ნაწილაკებს აქვთ გარკვეული ბაზისური ფორმა, სუბიექტური გამოცდილებისა ან პროტოსინიდისისა. რთული სინიდისე, როგორიც თქვენისა წარმოიქმნება, როდესაც ამ პროტოკოსმიურ ელემენტებს აერთიანებენ უფრო და უფრო რთულ სტრუქტურებში. თქვენი სინიდისი არის არა რაღაც ახალი, რომელიც შეიქმნა, როდესაც თქვენი თავის ტვინი ჩამოყალიბდა, არამედ კოლექტიური გამოცდილება მილიარდობით მცირე სუბიექტური პერსპექტივებისა, რომლებიც დაკავშირებულია და ინტეგრირებულია თქვენს ნეირონულ ქსელში. პანფსიქიზმი ბოლო დრომდე ჩაითრებოდა ფრინჯ ფილოსოფიად, მაგრამ ბოლო წლებში იგი იღებს სერიოზულ განხილვას ზოგიერთი ფილოსოფოსისა და მეცნიერის მხრიდან. ფილოსოფოსი დევიდ ჩალმერსი, ცნობილი მისი მუშაობით რბილი პრობლემისა და ძნელი პრობლემის შესახებ სინიდისისა, თვლის პანფსიქიზმს როგორც ერთ-ერთ ლეგიტიმურ მიდგომას ძნელი პრობლემის გადაჭრაში. გადაჭრაში ნეირომეცნიერი კრისტოფ კოხი, თანაავტორი ინტეგრირებული ინფორმაციის თეორიისა სინიდისისა, ასევე არის ღიად მხარდამჭერი პანფსიქისტური იდეებისა. ინტეგრირებული ინფორმაციის თეორია თავად, რომელიც შემუშავდა ნეირომეცნიერმა ჯულიო ტონონიმ, შეიძლება ინტერპრეტირდეს როგორც ფორმა პანფსიქიზმისა. იმიტომ რომ იგი მიუთითებს, რომ ნებისმიერ სისტემას, რომელიც ინტეგრირებს ინფორმაციას, აქვს რაღაც ხარისხი სინიდისისა. თუ პანფსიქიზმი სწორია, რას ნიშნავს ეს სიკვდილისთვის? ეს ნიშნავს, რომ პროტოსინიდისის ელემენტები, რომლებიც ამჟამად ინტეგრირებულია თქვენს სინიდისეში, არ ქრებიან, როდესაც თქვენი თავის ტვინი იშლება. ისინი უბრალოდ იშლებიან და რეინტეგრირდებიან სხვა სტრუქტურებში. ატომები, რომლებიც ქმნიდნენ თქვენს თავის ტვინს, განადგურდებიან და ხდებიან ნაწილი სხვა ობიექტებისა. იქნებ მომავალში სხვა ცოცხალი ასებებისა. და თუ ამ ატომებს აქვთ პროტოსინიდისის თავიანთი საკუთარი სუბტილური ფორმა, მაშინ რაღაც თქვენ რაც იყო, დაღმა დონის ქვემოთ ინდივიდუალურ პიროვნებისა, გრძელვი პიროვნებისა, გრძელდება და ხელახლა ინტეგრირდება ახალ ფორმებში. თქვენი მე, თქვენი პიროვნება თავდება. მაგრამ ძირითადი სუბიექტურობა, ძირითადი რაოდენობა განცდის, რომელიც დაკავშირებული იყო თქვენს არსებასთან, გრძელდება უსასრულოდ განსხვავებულ ფორმებში. მოდით დაუბრუნდეთ უფრო პრაქტიკულ პირად საკითხებს. როგორ უნდა ცხოვრობდეთ იმის ცოდნით? როგორ ცვლის ეს თეორიული იდეები თქვენს ფაქტიურ გამოცდილებას ყოველდღიურობაში? ზოგიერთისთვის ამ იდეებმა შეიძლება მოიტანოს ნუგეში. სიკვდილის შიში არის ერთ-ერთი ღრმა და უნივერსალური ადამიანური შიშები. კულტურები მთელ ისტორიაში შექმნეს მითებს, რელიგიებს, ფილოსოფიებს სიკვდილის შიშის დასაძლევად. გაგება, რომ სიკვდილი შეიძლება იყოს არა სრული განადგურება, არამედ ტრანსფორმაცია, ყოფნა ერთი ფორმიდან მეორეზე, შეიძლება შეამციროს ეს შიში. თუ თქვენ აღარ ხართ იზოლირებული ეგოდასაბამიანი თავდაპირველი სიცარიელით, არამედ დროებითი კონფიგურაცია რაღაცისა, რომელიც გრძელდება, მაშინ სიკვდილი კარგავს თავის სიშინელეს. სხვებისთვის ეს იდეები შეიძლება მოიტანოს ღრმა გრძნობა ჩართულობისა ცოსმოსთან. თუ თქვენი ატომები მოდიან ვარსკვლავებისგან და დაბრუნდებიან ვარსკვლავებში, თუ თქვენი სინიდისი არის ნაწილი უზარმაზარი კვანტური ქსელისა, მაშინ თქვენ ხართ არა მაყურებელ, რომელიც უყურებს სამყაროს გარედან, არამედ ნაწილი სამყაროს თავად. თქვენი განცდები, თქვენი აზრები, თქვენი სიზმრები, ისინი ყველა არის გზა, რომლითაც სამყარო განიცდის თავის თავს. თქვენ ხართ კოსმოსი, რომელიც გაიცნო. ეს რეალიზაცია შეიძლება მოიტანოს გრძნობა სიღრმისეული კავშირისა ყველაფრის, რაც არსებობს. ასევე შეიძლება ეს გავლენა მოახდინოს, როგორ ეპყრობით მორალურ და ეთიკურ კითხვებს. თუ ყველა სინიდისი არის ნაწილი იგივე კვანტური ქსელისა, თუ საზღვრები ინდივიდუალურ მესა და სხვა სინიდისეებს შორის არ არის ისე მკაფიო, როგორც გვეჩვენება, მაშინ ზიანის მიყენება სხვას არის, ძირითად დონეზე, ზიანის მიყენება ნაწილს იმავე უფრო დიდი სისტემისა, რომლის ნაწილიც თქვენ ხართ. თანაგრძნობა და ემპათია ხდება არა მხოლოდ მორალური ვალდებულებები, არამედ ლოგიკური შედეგები იმისა, თუ რა ნამდვილად ვართ. დაზიანება სხვის არის დაზიანება თავის. მზრუნველობა სხვებზე არის მზრუნველობა თქვენთვის. ჩვენ ყველანი ნამდვილად ვართ ერთად აქ. მაგრამ დაუშვათ ასევე ვიყოთ ძალიან პრაქტიკულები. ეს იდეები, რამდენადაც ამაღელვებელი და კომფორტული შეიძლება იყოს, არ ცვლის ფუნდამენტურ რეალობას, რომ თქვენ როგორც ინდივიდი გახდებით წუხილის დალევა. როდესაც თქვენი მეგობრები და ოჯახი სტირიან თქვენთვის, ისინი სტირიან იმიტომ, რომ იციან, რომ თქვენ პიროვნება, რომელსაც იცნობდნენ და უყვარდათ, აღარ იქნებით აქ.
იმის თქმა, რომ თქვენი კვანტური ინფორმაცია გრძელდება სადმე სამყაროს ველებში, არ ანაზრაურებს მათ დაკარგვას. პრაქტიკულად ცხოვრებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც გაცნობენ, სიკვდილი კვლავ არის დასასრული. თქვენ აღარ უნდა იყოთ აქ მათთან ერთად. ეს არის რეალობა, რომელსაც არც ერთი კოსმოლოგიური თეორია ვერ შეცვლის. ასე რომ რას აკეთებთ ამით? როგორ ცხოვრობთ? იმის ცოდნით, რომ თქვენ, როგორც ინდივიდი, დროებით ხართ, მაგრამ რომ ნაწილი თქვენ ძირითად დონეზე გრძელდება. პერსონალურად, ფიქრობ პასუხი ცხოვრება აქ და ახლა, სრულად და ნამდვილად. შემთხვევა, რომ თქვენი კვანტური ინფორმაცია შეიძლება შეეძლოს გადარჩენა სიკვდილისთვის, არ გავლენას იქონიებს უბედურება, როდესაც ვინმე რაც გიყვართ კვდება. ის არ ამარტივებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უნდა მიიღოთ ყოველდღე. არ გაძლევთ უფლებას დააგნოროთ თქვენი მორალური პასუხისგებლობები, ან გაფუჭოთ თქვენი ცხოვრება. რაც ის გიხდებთ, არის უფრო ფართო კონტექსტი, უფრო დიდი ჩარჩო, რომელში გესმით თქვენი არსებობა. და იქნება არის ნუგეში იმის ცოდნაში, რომ თუნდაც თქვენი ინდივიდუალური ფორმა არის დროებითი, თქვენ მაინც ხართ ნაწილი რაღაცისა, მარადიულისა. ატომები თქვენში არიან 14 მილიარდი წლის ძველი. ისინი იყვნენ ნაწილი უამრავი სხვა სტრუქტურების, სანამ ისინი გახდნენ ნაწილი თქვენისა. ვარსკვლავები, პლანეტები, შესაძლოა სხვა ცოცხალი არსებები. და სიკვდილის შემდეგ ისინი გააგრძელებენ თავიანთ მოგზაურობას, გახდებიან ნაწილი ახალი ფორმებისა, იქნებ ახალი სიცოცხლისა, ახალი სინიდისეებისა. თქვენ ხართ მომენტარული გამოხატულება ამ უსასრულო ციკლის და ნამდვილად ის არის საოცარი. ეხლა მოდით გადავიდეთ კიდევ უფრო ღრმაზე. ვისაუბროთ დროზე თავად და როგორ ცვლის ეს ჩვენს გაგებას სინიდისისა და მისი გადარჩენის შესახებ. ეინშტაინის რელატივობის ზოგადი თეორიის მიხედვით, დრო არ არის აბსოლური უნივერსალური ნაკადი, რომელიც გადის ერთი სიჩქარით ყველას. დრო არის ნაწილი სივრცე დროის, ოთხგანზომილებიანი ქსოვილისა, რომელიც შეიძლება იყოს მოღუნული და დაჭიმული გრავიტაციით და მოძრაობით. რომელიც მოქმედებს ძლიერ გრავიტაციულ ველებში, დრო ნელდება შედარებით მათი რომლებიც შორია. რომელიც მოძრაობენ სინათლის სიჩქარის მნიშვნელოვან ნაწილზე, დრო ნელდება მათთვის შედარებით უძრავ დამკვირვებლებთან. მაგრამ აი სად ხდება ნამდვილად ღრმა. ეინშტაინის თეორიებში. წარსული და მომავალი არ არის ფუნდამენტურად განცალკევებული. სივრცე დრო არის ოთხგანზომილებიანი ბლოკი, სადაც ყველა მომენტი, წარსული, აწმყო და მომავალი, არსებობს ერთდროულად. ის, რასაც ჩვენ განიცდით როგორც მიმდინარე მომენტი, ახლა, არის უბრალოდ ჩვენი სუბიექტური პერსპექტივა ამ ბლოკში. იგი არის როგორც შუქის კონუსი ლენდი თეთვე, რომელიც გაანათებს ერთ ნაწილს გზისა, მაგრამ მთელი გზა არსებობს ერთდროულად, მიუხედავად იმისა, რა ნაწილი არის მანათობელი. თუ ეს სწორია, თუ ბლოკ სამყარო არის კორექტული აღწერა რეალობისა, მაშინ თქვენი სიცოცხლე არ არის მოვლენა, რომელიც ხდება და შემდეგ დასრულდება. იგი არის მუდმივი სტრუქტურა სივრცე დროში. თქვენი დაბადება არის ერთი ბოლო სტრუქტურაში, თქვენი სიკვდილი არის სხვა ბოლო. მაგრამ თავად სტრუქტურა, ოთხგანზომილებიანი სამყურა, რომელიც მოიცავს თქვენი ცხოვრების ყველა მომენტს, არსებობს სამუდამოდ როგორც ნაწილი სივრცე დროის ქსოვილისა. სიკვდილი არ წაშლის თქვენ. იგი არის უბრალოდ საზღვარი რეგიონისა, სივრცე დროში, სადაც თქვენი სინიდისი არსებობს. ეს შეხედულება გავლენას ახდენს, როგორ ვფიქრობთ მოგონებებზე. ჩვენი ყოველდღიური ინტუიცია არის, რომ მოგონებები არის როგორც მენტალური ჩანაწერები წარსული მოვლენების. ჩვენ ვიფიქრებთ, რომ მოვლენა მოხდა და შემდეგ ჩვენი თავის ტვინი შექმნა მოგონებას ამ მოვლენაზე, რომელიც ახლა ინახება რაღაც გზით ჩვენს ნეირონებში. მაგრამ ბლოკ სამყაროში ორიგინალური მოვლენა კვლავ არსებობს, ისევე რეალურად როგორც, როცა თქვენ მას პირველად განიცადეთ. იგი არ არის წარსული, რომელიც გაქრა. იგი არის კონკრეტული ადგილის სივრცე დროში, რომელიც არსებობს სამუდამოდ. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ყოველი მომენტი თქვენი სიცოცხლისა, ყოველი გამოცდილება, რომელიც ოდესმე გქონდათ, არის მუდმივად ხელმისაწვდომი როგორც სტრუქტურა სივრცე დროში. არ ხელმისაწვდომი თქვენთვის, რადგან თქვენი სუბიექტური გამოცდილება მიემართება წინ ჩვენი სუბიექტური პერსპექტივის გამო, მაგრამ ხელმისაწვდომი რეალობაში თავად. თქვენი ბავშვობის მომენტი, თქვენი პირველი სიყვარული, თქვენი დიდებულებები და რეგრეტები, ისინი ყველა არსებობენ სამუდამოდ როგორც ნაწილი სტრუქტურისა. სიკვდილი არ წაშლის მათ. არაფერი არ შეუძლია წაშალოს მათ, რადგან წაშლა არის რაღაც, რომელიც მოხდება დროის განმავლობაში და ბლოკ სამყაროში დრო არ გადის. ყველაფერი უბრალოდ არის. ეს შეიძლება ჟღერდეს როგორც რეალობის ძალიან სტატიკური, უგრძნობი ხედვა, სადაც არის ადგილი ცხოვრებისთვის, ცვლილებისთვის, თავისუფლებისთვის, თუ ყველაფერი უკვე დაწერილია ქვაში, სივრცე დროის სტრუქტურაში. მაგრამ ის არის არასწორი გზა, რომ ვფიქროთ ამაზე. თქვენი სუბიექტური გამოცდილება, სიცოცხლება, თქვენი გრძნობა ოცხლისა, თქვენი გრძნობა არჩევანის გაკეთებისა და გადაწყვეტილებებისა არის რეალური. იგი არის ნაწილი სივრცე დროის სტრუქტურისა
არა ილუზია ზედზედამისა. სიცოცხლე, რომელიც თქვენ ცხოვრობთ, თქვენი არჩევანებითა და გამოცდილებებით, არის თქვენი სივრცე დროს მსოფლიო ხაზი. და ის მსოფლიო ხაზი არსებობს სამუდამოდ როგორც ნაწილი რეალობის ქსოვილისა. მოდით განვიხილოთ კიდევ ერთი ასპექტი დროისა, რომელიც შეესაბამება სინიდისეს. კვანტურ მექანიკაში არის რაღაც, რასაც ეწოდება კვანტური ზენონის ეფექტი, სახელობის შემდეგ ანტიკური პარადოქსის შესახებ მოძრაობისა. ზენონის აქილევსი და კუსი პარადოქსი ამტკიცებდა, რომ სწრაფი სარბილი არასოდეს ვერ დაეწევდა ნელ კუსს, რადგან ყოველი ჯერზე, როდესაც სარბილი მიაღწევს სადაც კუ იყო, კუ გადავა ცოტა შორს. კვანტური ზენონის ეფექტი მსგავსია, მაგრამ რეალური. თუ თქვენ უწყვეტად აკვირდებით კვანტურ სისტემას, თქვენ შეგიძლიათ დააფრიანოთ მისი ევოლუცია. ძალიან ხშირი გაზომვები აჩერებს სისტემას ცვლილებაში, აყინავს მას მის ამჟამინდელ მდგომარეობაში. ეს ეფექტი დადასტურებულია ექსპერიმენტულად და ის აყენებს ღრმა კითხვებს სინიდისისა და დაკვირვების როლზე ფიზიკურ რეალობაში. თუ დაკვირვება შეუძლია აკალიბოს, როგორ კვანტური სისტემები ვითარდებიან და თუ სინიდისე მოიცავს კვანტურ პროცესებს, მაშინ სინიდისე შეიძლება იყოს არა პასიური დამკვირვებელი რეალობისა, არამედ აქტიური მონაწილე, როგორც რეალობა ვითარდება. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ კონტროლის გამოყენება რეალობაზე თქვენი აზრებით რაიმე მისტიკური გზით, მაგრამ ეს მიუთითებს, რომ საზღვარი დამკვირვებელსა და დაკვირვების ობიექტს შორის არ არის ისე მკაფიო, როგორც კლასიკური ფიზიკა გვეუბნება. მოდით გადავიდეთ ბიოლოგიაზე. ბოლო წლებში იყო გასაოცარი აღმოჩენები კვანტური ეფექტების შესახებ ბიოლოგიურ სისტემებში. ფოტოსინთეზში პროცესი, რომლითაც მცენარეები გარდაქმნიან სინათლეს ენერგიად, კვანტური კოჰერენცია თამაშობს როლს. როდესაც სინათლის ფოტონი შთაინთქმება ფოტოსინთეზურ კომპლექსში, ენერგია უნდა გადაეცეს რეაქციულ ცენტრს, სადაც ის შეიძლება გამოყენებულ იქნას. კვანტურ მექანიკა ამრავალდება ეს ენერგია ურთიერთქმედებს ყველა შესაძლო გზას ერთდროულად და პოულობს უეფექტიური გზას, ყველაფერი ნანოწამის ნაწილში. ეს არის ბუნების კვანტური კომპიუტაცია და იგი ხდება ოთახის ტემპერატურაზე სველ თბილ ბიოლოგიურ გარემოში. ანალოგიურად, ზოგიერთმა ფრინველმა შეიძლება იყენებს კვანტური ეფექტები ნავიგაციისთვის. ევროპულრობინები მაგალითად აქვთ მოლეკულები მათ თვალებში, რომლებიც რეაგირებენ დედამიწის მაგნიტურ ველზე. როდესაც სინათლე შთინათქლე შთაინთქნება ამ მოლეკულებში, იგი ქმნის წყვილს რადიკალებისა, ელექტრონებით, რომლებიც არიან კვანტურად გადაჯაჭვული. დედამიწის მაგნიტური ველი გავლენას ახდენს ამ გადაჯაჭვაზე, იმგავრად რომელიც დამოკიდებულია მიმართულებაზე, აძლევს ფრინველს გრძნობას მაგნიტური ორიენტაციისა. კვანტური მექანიკა უზრუნველყოფს ფრინველს კომპასით. ეს აღმოჩენები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი აჩვენებენ, რომ კვანტური ეფექტები არ არის შებოჭილი ულტრაცივ იზოლირებულ ლაბორატორიულ გარემოებში. ისინი ხდებიან ცოცხალ არსებებში, ბუნებაში. თუ ევოლუციამ არ მოაჩინა, როგორ ამოიღოს სარგებელი კვანტური ეფექტებისაგან ფოტოსინთეზისა და ნავიგაციისთვის, რატომ არა სინიდისისთვის? თავის ტვინი არის გაცილებით უფრო რთული, ვიდრე ფოტოსინთეზური კომპლექსი ან მაგნიტური რეცეპტორი. თუ მარტივმა ბიოლოგიურმა სისტემებმა იყენებენ კვანტური მექანიკა, ვგონებთ არასაზღვრელია, რომ რთული სისტემა, როგორიცაა თავის ტვინი, გააკეთებს იგივეს. რა თქმა უნდა, რთულია პოვნა კვანტური ეფექტების სამუშაო თავის ტვინში. თავის ტვინი არის თბილი, სველი, ხმაურიანი გარემო, ზუსტად ტიპის ადგილი, სადაც კვანტური კოჰერენცია უნდა დაიშალოს სწრაფად. მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი მოიშველის, რომ მიკროტუბულები, უბერხევი ცილოვანი ღეროები თითოეულ უჯრედაში შეიძლება იყოს დაცულნი საკმარისად დეკოჰერენციის წინააღმდეგ შესათვისად კვანტური პროცესებისთვის. ისინი მიუთითებენ, რომ მიკროტუბულები არიან ოპტიმალური ზომის და სტრუქტურის კვანტურ გამოთვლებისთვის, მაგრამ ეს რჩება სპეკულაციური. ცოდნა დღეს არის, რომ ჩვენ არ ვიცით დარწმუნებით არის თუ არა თავის ტვინი იყენებს კვანტურ ეფექტებს სინიდისისთვის. მაგრამ დაუშვათ განვიხილოთ კიდევ ერთი პერსპექტივა. კვანტური ბაიობიოლოგია. კვლევა კვანტური ეფექტების შესახებ ბიოლოგიურ სისტემებში თავისთავად ახალი და სწრაფად მზარდი სფეროა. გასაოცარი რამ არის, რამდენი მეცნიერი ახლა სერიოზულად განიხილავენ შესაძლებლობას, რომ სიცოცხლე ძირითად დონეზე იყენებს კვანტურ პრინციპებს. ეს არ იქნებოდა სასწაული იმ ნაწილში, რომ ყველაფერი თავის თავში არის მიღებული კვანტური მექანიკისადმი დაბოლოო დონეზე. ატომები და მოლეკულები, რომლებიც ქმნიან ბიოლოგიურ სისტემებს, არიან კვანტური ობიექტები. კითხვა არის თუ არა კვანტურობა, რომელიც შემორჩენილია მაკროსკოპულ დონეზე, სადაც ის შეიძლება ტექნიკურად მნიშვნელოვანი იყოს სისტემის ფუნქციისთვის. მტკიცებულება მზარდია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ის არის. ფოტოსინთეზი არის ყველაზე მკაფიო შემთხვევა, მაგრამ იქნებ არსებობს სხვები. ზოგიერთი მეცნიერი თვლიან, რომ DNA მუტაციები, რომლებიც არის საფუძველი ევოლუციისა, შეიძლება იყოს გავლენილი კვანტური ტუნელირებით. პროტონები DNA ბაზებში შეიძლება ტუნელირდნენ ერთი პოზიციიდან სხვაში, შეცვალონ კოდირება და გამოიწვიონ მუტაციები. თუ ეს სწორია,
მაშინ კვანტური მექანიკა არის არა მხოლოდ როგორ ჩვენი სხეულები ფუნქციონირებენ, არამედ როგორ ჩვენ განვითარდით პირველ ადგილზე. მოდით დაუბრუნდეთ კიდევ ერთხელ პირად ეგზისტენციალურ საკითხს. თუ სინიდისე ნამდვილად არის კვანტური ფენომენი და თუ კვანტური ინფორმაცია არასოდეს ქრება, რა სიტყვით დღეს თავზე? როგორ უნდა იცხოვროთ თქვენი ცხოვრება იმის ცოდნით? ერთი პასუხი არის, რომ თქვენ უნდა ცხოვრობდეთ უფრო სრულად, უფრო ნამდვილად. თუ თქვენი სიცოცხლე არის სტრუქტურა, სივრცე, დროში, რომელიც არსებობს სამუდამოდ, თუ თქვენი გამოცდილებები არის ნაწილი მუდმივი ჩანაწერისა რეალობის ქსოვილზე, მაშინ ყოველი მომენტი საკუთარია. ყოველი არჩევანი, რომელსაც აკეთებთ, ყოველი გამოცდილება, რომელიც თქვენ გაქვთ, ხდება ნაწილი ამ სტრუქტურისა სამუდამოდ. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა ცხოვრობდეთ უღიღი მღამოთ თავშეკავებული, მაქსიმალური შვალისიამოვნებით ყოველი მომენტი. ცხოვრება მოიცავს ტკივილს, ბრძოლას, მწუხარებას. ეს ნორმალურია და გარდაუვალია, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ ფუნდამენტურად აღიარებდეთ, რომ თქვენი გამოცდილება, კარგი თუ ცუდი, საკუთარია. ტკივილი, რომელსაც განიცდით, არ არის უაზრო. სიხარული, რომელსაც განიცდით, არ არის წამიერი. ისინი ორივე არის ნაწილი თქვენი მუდმივი სტრუქტურისა, სივრცე, დროში. თქვენი სიცოცხლე, როგორც თქვენ მას გაცოხლობთ, თითოეული მომენტით, არის თქვენი წვლილი სამყაროს. მეორე პასუხი არის, რომ თქვენ შეიძლება ცხოვრობდეთ თანაგრძნობით და კეთილით სხვებისადმი. თუ ჩვენ ყველანი ვართ ნაწილი იგივე უზარმაზარი კვანტური ქსელისა, თუ საზღვრები ინდივიდუალურ სინიდისეებს შორის არ არის ისე აბსოლუტური, როგორც გვეჩვენება, მაშინ სხვების მიმართ როგორ გქცევით საბოლოოდ, საკუთარი თავის მიმართ არის კიდეც. ზიანი, რომელსაც აკენებთ სხვას, არის ზიანი, რომელსაც აკენებთ უფრო დიდ ქსელს, რომლის ნაწილიც თქვენ ხართ. სიკეთე, რომელსაც შესთავაზებთ სხვას, არის სიკეთე, რომელსაც აძლევთ სამყაროს. თანაგრძნობა ხდება არა მხოლოდ მორალური საშუალო იმპერატივი, არამედ ბუნებრივი გამოხატულება იმისა, რაც ნამდვილად ვართ. მესამე პასუხი არის, რომ შეიძლება ცხოვრობდეთ ნაკლები შიშით. სიკვდილის შიში არის ერთ-ერთი ძირითადი შიშები, რომელიც აყალიბებს ადამიანურ ქცევას. ის არის საფუძველი უამრავი სხვა შიშისა. შიში მარტოობისა, შიში მნიშვნელობის დაკარგვისა, შიში რომ ჩვენი ცხოვრებები არ ითვლება. თუ შეგიძლიათ მართლაც მოიგოთ გრძნობა არა მხოლოდ ინტელექტუალურად, არამედ ღრმად, რომ სიკვდილი არ არის სრული განადგურება, რომ რაღაც ფუნდამენტური გრძელდება, მაშინ ეს შიში იკლებს. და როდესაც შიში იკლებს, თქვენ ხდებით თავისუფალი, უფრო სრულად ცხოვრება. თავისუფალი რისკების მიღებისთვის, თავისუფალი სიყვარულისთვის ღრმად, თავისუფალი შექმნისთვის და შესაქმნელად, თავისუფალი ყოფნისთვის უბრალოდ. ეხლა მოდით დავასკვნათ ეს მოგზაურობა თვალის გავლებით უკან და შემდეგ წინ. დავითხოვთ აქ და ეხლა, თქვენთან, ამ მომენტში. თქვენ ხართ სუბიექტური გამოცდილება, სინიდისის კონტური, რომელიც კითხულობს ამ სიტყვებს. თქვენი თავის ტვინი, დაახლოებით 46 მილიარდი ნეირონი, ამუშავებს ინფორმაციას ელექტრულ და ქიმიურ სიგნალებზე. თითოეული ეს ნეირონი არის უჯრედა, რომელიც შეიცავს უზარმაზარ რაოდენობას მოლეკულებსა, მათ შორის დნა, პროტეინებსა და ლიპიდებს. თითოეული ეს მოლეკულა შედგება ატომებისგან ნახშირბადის, ჟანგბადის, წყალბადის, აზოტის, ფოსფორის და სხვები. თითოეული ეს ატომი შედგება ელექტრონებისგან, პროტონებისა და ნეიტრონებისაგან. და ფუნდამენტურ დონეზე ყველა ამ ნაწილაკების, თავად სამყაროს ქსოვილი, აღწერილია კვანტური ველების მიერ, რომლებიც ავსებენ ყველა სივრცეს. ეხლა გავადიდოთ. თქვენი სხეული არის ერთი სამყაროდან 7 მილიარდი ადამიანისა დედამიწაზე. დედამიწა არის ერთი 8 პლანეტიდან, რომლებიც ბრუნავენ მზის გარშემო. მზე არის ერთი 200 მილიარდ ვარსკვლავიდან ჩვენს გალაქტიკაში, რომელსაც ეწოდება ახაბელი გზა. ახაბელი გზა არის ერთი დაახლოებით 2 ტრილიონ გალაქტიკიდან დასკვნით სამყაროში. თითოეული ეს გალაქტიკა შეიცავს მილიარდებს ან ტრილიონებს ვარსკვლავებს. თითოეული ეს ვარსკვლავი არის გიგანტური ბირთვული რეაქტორი შექმნის ელემენტებს თავის ბირთვში. როდესაც ვარსკვლავები კვდებიან, ისინი აფეთქებენ და აბნევენ ამ ელემენტებს კოსმოსში, სადაც ისინი კონდენსირდებიან ახალ ვარსკვლავებად და პლანეტებად. და ის არის ციკლი, რომელიც გაგრძელდა 13,8 მილიარდი წლის განმავლობაში. სანამ თქვენი სხეულის ატომები წარმოიშვა ვარსკვლავებში, რომლებიც აფეთქდნენ მილიარდობით წლის წინ. ის ატომები გავიდნენ კოსმოსში, გახდნენ ნაწილი ღრუბლისა, გაზისა და მთვრისა. კონდენსირდნენ ახალ ვარსკვლავებად და პლანეტებად, ბოლოს გახდნენ ნაწილი დედამიწისა. გავიდნენ კლდეში, ნიადაგში, წყალში, ჰაერში, მცენარეებსა და ცხოველებში და საბოლოოდ თქვენში. თითოეული ატომი თქვენს სხეულში არის 14 მილიარდი წლის მოგზაური, რომელმაც გაიარა უზარმაზარი მანძილები და ფორმების უსასრულო რაოდენობა, სანამ მოვიდა თქვენზე. და როდესაც თქვენი სხეული კვდება, ის ატომები არ შეწყდებიან. ისინი გააგრძელებენ თავიანთ მოგზაურობას. გახდებიან ნიადაგის ნაწილი, მცენარეების ნაწილი
ცხოველების ნაწილი. ზოგიერთი შეიძლება დარჩეს დედამიწაზე მილიარდობით წლებით. სხვები შეიძლება ბოლოს გაფრინდნენ კოსმოსში, როდესაც მზე ექსპლოდირებს წითელ გიგანტად. შეიძლება გახდნენ ნაწილი ახალი ვარსკვლავებისა, ახალი პლანეტებისა, იქნება ახალი სიცოცხლის ფორმებისა, სადმე სხვაგან გალაქტიკაში. ციკლი გრძელდება უსასრულოდ. მატერია არასოდეს ქრება. იგი უბრალოდ ცვლის ფორმას, გარდაიქმნება, ხელახლა კომბინირდება ახალ სტრუქტურებში. მაგრამ რაც არის უფრო ღრმა, ეს არის არა მხოლოდ ატომები, რომლებიც გრძელდებიან, იგი არის ინფორმაცია. კვანტურ დონეზე ატომები თქვენ სხეულში გადაჯაჭვილია ერთმანეთთან და ნაწილაკებთან გარემოში. ეს გადაჯაჭვები ატარებენ ინფორმაციას და კვანტური მექანიკის თანახმად ინფორმაცია არასოდეს ქრება. როდესაც თქვენი სხეული იშლება, კვანტური ინფორმაცია, რომელიც დაკოდირებული იყო თქვენს ატომებში და მათ ურთიერთობებში, არ უბრალოდ არ ქრება, იგი იფანტება, ინტეგრირდება უფრო დიდ კვანტურ ველებში, ხდება ნაწილი სამყარაწილი სამყაროს ინფორმაციული ტექსტურისა. თქვენი სინიდისე, როგორც კონცენტრირებული კოჰერენტული ფენომენი მთავრდება, მაგრამ კვანტური ნიმუშები, რომლებიც ოდესღაც დაკოდირებდნენ თქვენს აზრებსა და გამოცდილებებს, არ ქრება. ისინი გრძელდებიან ახალ ფორმებში. ეს არის გზა, რომლითაც თქვენ ხდებით ნაწილი სამყაროს სამუდამოდ. არა როგორც პიროვნება, რომელიც აგრძელებს აზროვნებას და გრძნობას სადმე სხვა რეალობაში, არამედ როგორც ინფორმაციული ნაბეჭდი, ნიმუშების კოლექცია, რომლებიც ოდესღაც შექმნეს სინიდისეს და ახლა არიან ინტეგრირებული უფრო დიდ ინფორმაციულ ველებში, რომლებიც მოიცავენ ყველა სინიდისეს. თქვენ ხართ წვეთი, რომელიც დაბრუნდა ოკეანეში, მაგრამ ოკეანე ახლა ატარებს მცირე პატევნებს თქვენი ფორმისა. და მომავალში, როდესაც ახალი წვეთები ხალიბდება, შეიძლება ისინი ატარებენ ამ ნიმუშების ეკოს. არა როგორც კოპიები თქვენი, არამედ როგორც ახალი სინიდისეები, რომლებიც მოხდა რაღაც ზეგავლენით ინფორმაციის მიერ, რომელიც ოდესღაც იყო თქვენ. ეს არის უკვდავების ფორმა. არა უკვდავება, რომელსაც ყველა რელიგია პირდება, სადაც თქვენი პიროვნი პიროვნება გადარჩება ხელუხლებელი სამუდამოდ, არამედ უფრო სუბტილური, უფრო ფუნდამენტური უკვდავება. ინფორმაციის უკვდავება, ნიმუშების უკვდავება, კვალის უკვდავება, რომელიც თქვენი არსებობა ტოვებს რეალობის ქსოვილზე. და შეიძლება ეს საკმარისია. შეიძლება იმის ცოდნა, რომ თქვენი წვლილი უზარმაზარ ინფორმაციულ სამყაროში, რომელიც აყალიბებს ყველა სინიდისეს, გრძელდება სამუდამოდ, არის საკმარისად მნიშვნელოვანი. მაშ, სად გტოვებს ეს? რა სიტყვით ახლა? ჩვენ დავიწყეთ კითხვით, სიკვდილის შემდეგ სინიდისი რას ხდება? და ჩვენ მოვიაროთ გრძელი გზა ექსპლორაციაში. ვნახეთ, როგორ ატომები თქვენს სხეულში მოდიან ვარსკვლავებისგან და დაბრუნდებიან ვარსკვლავებში. ნახეთ, როგორ კვანტური მექანიკა ამბობს, რომ ინფორმაცია არასოდეს ქრება. ნახეთ, როგორ სინიდისე შეიძლება იყოს კვანტური ფენომენი, რომელიც ინტეგრირებულია უზარმაზარ კვანტურ ქსელში, რომელიც მოიცავს მთელ სამყაროს. ნახეთ, როგორ სივრცე დრო თავად შეიძლება იყოს ბლოკი, სადაც ყველა მომენტი თქვენი სიცოცხლისა არსებობს სამუდამოდ, როგორც ნაწილი რეალობის სტრუქტურისა. ეს იდეები არ არის წმინდა თეორიული. ისინი ემყარება რეალურ მეცნიერებას, რეალურ ექსპერიმენტებს, რეალურ აღმოჩენებს ფიზიკაში, ნეირომეცნიერებასა და კოსმოლოგიაში. მათ ასევე აქვთ პროფუნდული ფილოსოფიური და პირადი შედეგები. ისინი მეუბნებიან, რომ სიკვდილი არ არის სრული განადგურება, არამედ ტრანსფორმაცია. რომ თქვენ არ ხართ იზოლირებული, საბობაქო ეგო დაბადებული სიცარიელეში, არამედ ნაწილი ინტერკონექტური კოსმოსისა. რომ თქვენი სიცოცხლე რამდენად წამიერიც არის კოსმოსურ მასშტაბებზე, ტოვებს მუდმივ კვალს რეალობაზე თავად. როგორი ცხოვრებთ ან ცოდნით, ის დამოკიდებულია თქვენზე. თქვენ შეიძლება გამოიყენოთ ეს იმისთვის, რომ იპოვოთ ნუგეში სიკვდილის წინააღმდეგ. თქვენ შეიძლება გამოიყენოთ ეს იმისთვის, რომ იგრძნოთ უფრო ღრმა კავშირი სხვა ყველასთან, გაცნობიერებით, რომ ჩვენ ყველანი ვართ ტალღები იგივე კოსმოსურ ოკეანეში. თქვენ შეიძლება გამოიყენოთ ეს იმისთვის, რომ მიანიჭოთ უფრო მნიშვნელობა თქვენს არჩევანებს და ქმედებებს, იცოდეთ, რომ ისინი არ იკარგებიან, არამედ ხდებიან ნაწილი მუდმივი ჩანაწერისა. ან თქვენ შეიძლება უბრალოდ გააგრძელოთ ცხოვრება როგორც ყოველთვის, მაგრამ კიდევ ერთი პერსპექტივით, კიდევ ერთი ფენით გაგებისა. რა ხართ და სად ხართ ამ უზარმაზარ საოცარ სამყაროში? რაც მნიშვნელოვანია, არ არის კონკრეტული მრწამსი ან დოგმა. რაც მნიშვნელოვანია, არის ღიაობა, ცნობის მოყვარეობა. სურვილი გაიგოთ თავად, ღრმად, ბოლომდე, სადაც შეგიძლიათ. მეცნიერება ხომ არ იძლევა საბოლოო პასუხებს ამ კითხვებზე. იგი არის მიმდინარე პროცესი, საკუთარი და რევიზიისა. ის, რასაც დღეს ვიცით, შეიძლება გადამუშავდეს ხვალ ახალი აღმოჩენებით. მაგრამ ის, რაც თანმიმდევრულად ჩნდება უკანასკნელი ასობით წლების განმავლობაში, არის სურათი რეალობისა, რომელიც არის ბუნდოვანი, დაკავშირებული და ღრმად უცნაური, ვიდრე ჩვენი ყოველდღიური ინტუიცია გვთავაზობს. სამყარო, რომელშიც ცხოვრობთ, არ არის საათის მექანიზმი, ცოლდი მექანიკური სისტემა პასიური მატერიისა, რომელიც ეთამაშება უხორცო კანონებით.
იგი არის დინამიური, მშობიარე, კრეატიული პროცესი, სადაც მატერია და ენერგია მუდმივად იცვლება და რეორგანიზდება, სადაც ინფორმაცია ფლავს და ინტეგრირდება, სადაც სინიდისე არ მოცენდება ამ ინფორმაციულ ნაკადებში, როგორც ბუნებრივი აფექტი სიცოცხლესა და სირთულის, და სადაც სიკვდილი არის არა დასასრული, არამედ გარდაქმნა, დაბრუნება, ტრანზიტი, ერთი ფორმიდან სხვაში, უსასრულო ტანცში შექმნისა და დისოლუციის. თქვენ პირადად არ იქნებით სამუდამოდ პიროვნებად, მაგრამ რაღაც ფუნდამენტურად თქვენ რაც იყავით, ინფორმაციის სტრუქტურები, რომლებიც შექმნეს თქვენ სინიდისეს, ის გრძელდება უსასრულო ფორმებში მთელ სამყაროში. და ის შეიძლება საკმარისია, არა როგორც სამოთხის აღთქმა ან განსჯის მუქარა, არამედ როგორც უბრალოდ როგორ რეალობა არის, რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ მეცნიერების მიმდინარე მდგომარეობით. მაშ, როდესაც ვინმე რომელიც გიყვართ ხვდება, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ისინი როგორც პიროვნება, რომელიც თქვენ იცნობდით და უყვარდით, აღარ არის აქ. ეს არის რეალური ტკივილური დაკარგვა და არც ერთი კოსმოლოგიური თეორია ნეგავს მას. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ ატომები, რომლებიც ქმნიდნენ, მათ სხეულს გააგრძელებს თავიანთ მოგზაურობას. კვანტური ინფორმაცია, რომელიც დაკოდირებული იყო მათ სინიდისეში, გრძელდება სამყაროში. მათი არსებობა, როგორც მოვლენა სივრცე დროში, არსებობს სამუდამოდ, როგორც ნაწილი რეალობის სტრუქტურისა. ისინი არ ქრებიან სრულად, ისინი გარდაიქმნებიან. და როდესაც დადგება თქვენი დრო, გვდებით. იგივე იქნება სიმართლე თქვენთვის. თქვენ როგორც ინდივიდუალური პიროვნება გაჩერდებით, მაგრამ რაღაც ფუნდამენტურად თქვენ გრძელდება. ატომები, რომლებიც ქმნიდნენ თქვენს სხეულს, გააგრძელებს მოგზაურობას კოსმოსში. კვანტური ინფორმაცია, რომელიც დაკოდირებდა თქვენს სინიდისეს, ინტეგრირდება უფრო დიდ ველებში. თქვენი სიცოცხლე, როგორც სტრუქტურა სივრცე დროში, რჩება სამუდამოდ. თქვენ დაბრუნდებით როგორც წვეთი, რომელიც დაბრუნდა ოკეანეში. არა როგორც იგივე წვეთი, არამედ როგორც ნაწილი მთელი ოკეანისა, რომელიც ახლა ატარებს მცირე ეკოს იმისა, რაც იყავით. და იქნებ, უბრალოდ შეიძლება ის საკმარისია. იმის ცოდნა, რომ თქვენ ხართ ნაწილი რაღაცის გაცილებით უფრო დიდისა, ვიდრე თქვენი ინდივიდუალური თვითი, რომ თქვენი არსებობა ტოვებს კვალს არა მხოლოდ ადამიანებზე, რომლებიც იცნობთ და ადგილებზე, რომლებსაც დაეწვივით, არამედ ქსოვილზე თავად რეალობისა. რომ თქვენ ხართ სამყაროს, რომელმაც გაიღვიძა თავისი თავის შეცნობისთვის, ერთი მომენტარული გამოხატულება უნივერსალური სინიდისის ტანცისა, რომელიც არასოდეს რეალურად დაიწყო და ხო და არასოდეს მთავრდება. ეს არის მოთხრობა, რამდენადაც მეცნიერება ახლა შეგვიძლია გვითხრას. არა რელიგიური სწავლება, არა ფილოსოფიური დოგმა, არამედ გამოთქმა იმისა, რისი ვართ და სად ვართ, თანახმად ჩვენი უკეთესი გაგების ფიზიკისა, კოსმოლოგიის და ნეირომეცნიერების. ის შეიძლება იყოს ნაწილობრივ არასწორი. მომავლის აღმოჩენები შეიძლება შეცვალოს ჩვენი გაგება, მაგრამ ის მიუთითებს რამ, რომელიც ღრმად საოცარი, ოცარი. რომ თქვენ არ ხართ განცალკევებული, იზოლირებული ნაწილაკი ცნობიერების მკვდარ სამყაროში, არამედ ინტეგრალური ნაწილი, ცოცხალი, კონსატორი, ურთიერთდაკავშირებული კოსმოსისა, რომელიც ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება საშინაო. და როდესაც თქვენი დრო ამ მოგზაურობაზე ამავე ფორმით მთავრდება, გახსოვდეთ ეს. თქვენ არ მიდიხართ არასად. თქვენ უბრალოდ იცვლის ფორმას, გარდაქმნებით, დაბრუნდებით სახში, უფრო დიდ რეალობაში, საიდანაც მოხვედით. ვარსკვლავები, რომლებიც მოქმედა თქვენი ატომები, მიერარდობით წლების წინ კვლავ ათქურებენ კოსმოსში. გალაქტიკები კვლავ ქობრავენ თავიანთ უსასრულ ტანცში. კვანტური ველები კვლავ დიბახშობენ ყოველ წერტილში სივრცე დროზე. და თქვენ, ნაწილები, რომლებიც იყვნენ თქვენ, გააგრძელებენ თავიანთ მოგზაურობას ამ გრანდიოზულ უსასრულო კოსმოსში. გახსოვდეთ, თქვენ ხართ ვარსკვლავური მტვერი, თქვენ ხართ სამყარო, რომელიც გაიცნო. და როდესაც ეს კონკრეტული ფორმა სინიდისისა, ეს კონკრეტული ორგანიზაცია ატომებისა და ენერგიისა შეიცვლება, არაფერი ფუნდამენტური არ დაიკარგება. თქვენ უბრუნდებით. უბრუნდებით უნივერსალურ ოკეანეს, რომლისად ყოველთვის იყავით ნაწილი. და სადღაც იქნებ ძალიან შორეულ მომავალში ან ძალიან შორეულ წარსულში, დროის გარეთ სივრცე დროს ბლოკში, თქვენი ეკო გრძელდება სხვა სინიდისეში, სხვა გამოცდილებებში, სხვა ცხოვრებებში. არა როგორც თქვენ, არამედ როგორც რაღაც ახალი, რომელიც კვლავ ატარებს ცოტა კვალს იმისა, რაც იყავით. ეს არის თქვენი კვანტური მემკვიდრეობა. ეს არის თქვენი ჭეშმარიტი უკდავება. არა პირადი სამოთხე, სადაც თქვენ ცხოვრობთ სამუდამოდ როგორც იგივე პიროვნება, არამედ რაღაც უფრო ღრმა, უფრო რეალური, უფრო საოცარი. თქვენი სიცოცხლე, თქვენი სინიდისე, თქვენი არსებობა ტოვებს მუდმივ კვალს ინფორმაციულ სტრუქტურაზე თავად რეალობისა. და ეს კვალი, ეს ნაბეჭდი, ეს ეკო, რაც იყავით, გრძელდება სამუდამოდ სამყაროს სიძნელეებში, ცვლილად უზარმაზარ, მარადიულ სიმფონიად ყოფ